მოგესალმებით, ჩვენ მეორე ლექცია თუ მესამეა, ვამბობთ, რომ დაიწყო ხა ლექციის ის ნაწილი, რომელიც სოფხედულობას ეხება უშუალოდ. და ამის წინ ვისაუბრეთ ადამიანის შესახებ წარმოდგენები როგორია, როგორ განსხვავდება ქრისტიანობისაგან და ატომად ეფექტური, ხო? მე ვისაუბრეთ პიროვნებაზე. რა ვთქვით? ადამიანი ბიოლოგიური არსება, ამას არავინ არ უარყოფს და არც ქრისტიანობა და არც არავინ. მაგრამ არასწორია, როდესაც ადამიანის რედუცირება ხდება და მას შეხედავ მარტო ბიოლოგიურ არსებას და მეც არაფერს, ხო? აი ხო თქვით, როცა ასეთი ხედვა გაქვთ ეფექტური. მაშინ ადამიანზე როგორი აი ძალიან ჭკვიანი ხალხია, ხო? უზარმაზარი გავლენიანი ფილოსოფოსები არიან. და ლოგიკა თუ კი არ გაითვალისწინებთ ადამიანის სულიერი არსება, როდესაც ფიქრობენ რა არის ადამიანის არსი რა თქვა ან ფროიდმა, რომ აი ბორასავითაა ადამიანი, ნუ რა, სექსუალური ენერგია და ხდება მისი სუბლიმაცია, მეტი არაფერი არ არის, ხო? ან კიდე ნიჩე ლაპარაკობს, რომ აი ადამიანის გელია, ხო? აი სხვაზე გაბატონება, ყველაფერი მოდის აქედან. ან კიდე ხარბია, თქვა როგორც მარქსი ამბობს. ეს უბრალოდ თავისი ლოგიკაა. თუ კი ადამიანი შათული მხოლოდ აი ბიოლოგიური მატერიალური არსება, ესე გამოდის. ეს ხო ფუნდამენტალურად დეფექტურია. აი ჩვენ ისტორიას რომ უყურებთ, ხედავთ, რომ ეს შეხედულება არ არის სწორი. ხა არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ესე ცხოვრობენ. მაგრამ კაცობრიობა ხო არა ესე? ჩვენ რო დავაკვირდებით, რა მოიტანა ყველაზე დიდი ცვლილება ჩვენს კულტურაში და იმაში ცივილიზაციას რა ცვლის. აი გახდა ქრისტიანობა, შეცვალა მთელი სამყარო. მოვიდა მერე ისლამი, სულ სხვა შეიცვალა. აგერ აღმოსავლეთში ბუდიზმი იქნება, ინდუიზმი იქნება. ადამიანები ცხოვრობენ იდეით, ადამიანი პირველეს სკოლისა იდეისთვის ცხოვრობს. ჩვენ ყველაზე დიდი გავლენა ჩვენზე ახდენს ეს იდეა, აი თუ ისტორიას დავაკვირდებით. ეს ფუნდამენტალურად გატოლება ადამიანთან, აი ამ მისი ინსტინქტებთან, რა თქმა უნდა, არასწორი, ამას არავინ არ უარყოფს, რომ უზარმაზარი გავლენა აქვს, მაგრამ მასე დაყვანა არ შეიძლება, რედუცირებული ადამიანი, ინგლისელებს აქვს ეს ფრაზა რედუცირებული, ეს ნიშნავს, რომ ადამიანში ხედავ მხოლოდ რაღაც მის დაბალს ქვენას. ეს მე შეთქმულების თეორიაზე კი ლაპარაკობ ეს. ეს ხო თავისთავად ქრისტიანობას, როცა ქრისტიანობა ბოროტებას განმარტავს როგორ სიკეთის ნაკლებობა. როცა ჩვენ ნაკლებოვანი ხედვა გაქვს ადამიანისა, გინდა არ გინდა ამას არასწორი შედეგები მოყვება ბოროტებამდე მიდიხარ. ან კიდე ჩვენ წინა ლექციაზე პიროვნებაზე ვისაუბრეთ, ხო? თქვით რომ პიროვნება ეს ცნება შემოიტანეს წინავება, იმიტომ რომ ადამიანი გასახდობათაა შექმნილი. მარად შენ თავზე მაღლა აი გრიგოლ ნოსელიანოს ლაპარაკობს და უამრავი წმინდა მამა ამტკიცებს და იგივეს რომ ადამიანი შექმნილია იმის რომ უფრო დიდი გახდეს თვითონ განიხდოს. როცა ეს განზომილება აღარაა, მაშინ ადამიანში ხედავენ მარტო ინდივიდუუმს. ინდივიდუუმი რა არის? რეალიზაცია შენი ინდივიდუალობისა როგორ ხდება, რაც უფრო განსხვავდება სხვებისაგან. აი მაშინ ახლა ინდივიდი. ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი, რომ აი ექსტრავაგანტული ვიყო და სხვებისგან განსხვავდებოდა, ეს არის ადამიანი მარტო არ არის ეს. აი ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენ თავს. ადამიანი ჩვენ შეიძლება არ წამდეს რომ ადამიანი პიროვნებაა, მაგრამ ადამიანობს მაშინ, როდესაც ვიღაცისთვის ცხოვრობს და თავის თავზე მაღლა, თავის ინტერესებზე მაღლდება. აი კითხეთ ნებისმიერ ადამიანს, როდის გზნობს თავს ბედნიერად, როდესაც ვიღაცა უყვარს და აი აღმოსავლეთის ძენი ლაპარაკობს. ეთიკერა ბევრი. შენ ადამიანი ხდება ბედნიერი მაშინ, როდესაც იპოვის და ზრუნავს იმაზე, ვისაც ზადად თავი გაწევს. აი ჩვენ თავს დავაკვირდეთ. შენს ბედნიერებას უკავშირებ ან შვილების სიყვარულს, ან მეუღლის სიყვარულს იმისთვის, ვისთვისაც თავს გაწევა. და უბედურება რა არ ყველა პროექტმა გვაშურებს, როდესაც კარგავ ისეთ რაღაცას, ვისთვისაც ზადახარ თავი გაწევა. ეს არის ჩვენი ადამიანური დრაივი. რომ კითხო ინდივიდუალამდე რომ დაყავს, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ისაა, რომ გამოვყეთო შენი ინდივიდუალობა, ანუ რაც შეიძლება განსხვავებული იყოს სხვებისაგან. კი არის ეგეთი ხალხი, აი ექსტრავაგანტული ისინი მიმართ მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრობს, რომ აი როგორმე გამოჩვეული აი ორიგინალობენ, ხო? ეგეც არის, მაგრამ ეს ხო არის, ეს დეფექტურია, არასწორია. აი ასევე არასწორი და დეფექტური იქნება ჩვენი შეხედულება თავისუფლებაზე. თავისუფლება რატო ავიღეთ? იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური ცნებაა სოფხედულობრივი თვალსაზრისით. აი ახლა რაღაცა პოლიტიკური მიმართულება მოდის, თუ ფილოსოფიური სისტემა იქნება, თუ იდეოლოგია, უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობს თავისუფლებაზე, იმიტომ ჩვენ მდრეკილება გვაქვს თავისუფლებისაკენ, ჩადებულია ჩვენში.
და გვინდა რომ ადამიანი იყოს თავისუფალი, მაგრამ როდესაც ესეთი დეფექტური ხედვა არ ითვალისწინებს სულის არსებობას და იმას რომ ადამიანის სულიერი არსება და ღმერთი არსებობს, უბრალოდ ვერ განმარტავს სწორად თავისუფლებას, დეფექტური იქნება. აი ეს ლექცია ცოტა ისეთია, აი ცოტა მოულოდნელი და არ არის თქვა ადვილი ლექცია და შევეცდები მოკლედ ვისაუბრო და აქცენტები დასვა რაც თავარი მომენტები. ყველაზე თავარი მოულოდნელია. აი რაც ჩვენ შესისხორცებული ვართ, რასაც ვეძახით ეს არის თავისუფლება, ეს არ არის თავისუფლება. სულ სხვა რაღაცაა. აი რა სხვა რაღაცაა, ამას გვეუბნება ქრისტიანობა. აი რისი თქმა უნდა. აი ორ ძალიან ცნობილ ფრაზას მოვიყვანთ წინა წერილიდან. იესო ქრისტე ლაპარაკობს ის რაღაცას. ვინც ცოდავს, ის ცოდვის მონაა. და მეორე. მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებ. რას ნიშნავს ეს ორი ფრაზა, რასაც იესო ქრისტე ლაპარაკობს. უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობს იმას, რომ თავისუფლება სათნოებაა. სულიერი ფენომენია. რაც უფრო ახლო მიდიხარ ქრისტესთან, ანუ ჭეშმარიტებასთან, ქრისტეს განთავისუფლებს. ეს გამომდინარეობს აქედან. ეს გამომდინარეობს, აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენი შეხედულება, რაც გავრცელებულია თავისუფლებაზე, არასწორია. აი ნახოთ რას ჩვეულებრივ აი უბივატელი ადამიანი ძალიან ჭკვიანი, იმათია სულელებს კი არ ლაპარაკობენ, სულელები კი არ არის ეს ხალხი, მაგრამ როგორ ეს თავისუფლება. თავისუფლება ფიქრობენ, უპირველეს ყოვლისა ეს არის ლეგალური ფენომენი. დამოკიდებულია კანონზე. როგორ კანონს შექმნიან პარლამენტში. ესე რას ფიქრობენ, რომ ჩემი თავისუფლების გარანტია ეს არის კანონები, რომელიც პარლამენტში იწერა. ქრისტე ლაპარაკობს რომ არის. ამას ჩვენ იმას კი ვლაპარაკობ, რომ პარლამენტარებმა კანონები არ უნდა შექმნეს და ჩვენი თავისუფლების გარანტიები რა თქმა უნდა ამას არავინ არ უარყოს, მაგრამ ეს არის თავისუფლება, მე ამაზე ვისაუბრებ. სულიერი სათნოებაა და აი და არ იურისტები ვერ გახდიან თავისუფლებას. ისევე როგორც შენ გრამატიკის წესები ისწავლო ზედმიწევნით, ქართული ენის გრამატიკა. ეს არ ნიშნავს, რომ დიდი მწერალი და დიდი პოეტი გახდები. კანონები გაძლევს შარჩოებს. თავისუფლება სულ სხვა რაღაცაა და არა ეს კანონები ესეთი. მეორე, რა ადამიანები ფიქრობენ, რომ იბადებიან თავისუფალი არსებებად, იბადებიან და ამის დაცვა საჭირო, ამიტომ აქცევენ ყურადღებას აი ამ კანონებს. მაგრამ არ არის ესე. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ადამიანები ურევენ ერთმანეთში, თავისუფლების უნარს და თვითონ თავისუფლებას. აი ისე თქვა მინდა. აი ჩვენში არის უნარი სიბრძნის მოპოვების, აზროვნების, ცოდნის დაგროვების და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბრძენია, რომ ბრძენის სათნოებაა. იმისაც რომ სიბრძნე დააგროვო, გარკვეული ცხოვრების, სწორი ცხოვრების წესია საჭირო და სწორად გამოიყენო ის უნარი, რომ შენ გაქვს ცოდნის მიღების და სიბრძნის დაგროვების უნარი. აი თავისუფლებაც ესეა. იესო ქრისტე ლაპარაკობს რას, რომ თავისუფლების უნარი შენ მოცემული გაქვს, ეს ხატებაა ღმერთისა. ჩადებულია ჩვენში, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი არჩევანის გაკეთება, მაგრამ ეს არ არის თავისუფლება. მემკვიდრეობით არ ვიღებ თავისუფლება. ეს არის შენი ცხოვრების შედეგი. აი წარმოგიდგენთ ესეთი რაღაც. ეხლა ჩვენთან ძალიან ხშირად აიგივებენ აი ამ თავისუფლებას აი ამ უნართან, არჩევანთან. მაგრამ აი ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვცხოვრობთ ადამიანი განსხვავებული პირობებში, რასაც წართმეული აქვს ნამდვილი თავისუფლება რაცა. აი მაგალითად ციხეში ადამიანი. ციხეში რო დამწყდეული ადამიანი, როგორაც არ უნდა ჩაკეტოს, ეს უნარი, რომ არჩევანი გააკეთოს, აქვს იქ. მაგრამ ის არ იტყვის, რომ მე თავისუფალი ვარ, იმიტომ რომ არჩევანის უფლება მაქვს. ის თავისუფლებას ეძახის, თავისუფლებაზე ცხოვრებას, ხომ? ცხოვრების წესს ეძახის. ადამიანი, ციხეში მყოფი ადამიანი თავისუფლებას აიგივებს ისეთ ცხოვრებას, რასაც შეუძლია იცხოვროს თავის ოჯახთან, თავის ადამიანებთან, რომელიც უყვარს, მის მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. აი ეს არის, ამას გელაპარაკება ქრისტიანობა. თავისუფლება არის არა კანონები და წესები, არამედ ეს არის გამოცდილება, გარკვეული ცხოვრების გამოცდილება და ამბობენ, რომ თავისუფლება მომავალი საუკუნის საიდუმლოებაა. ანუ ჩვენ რას ნიშნავს თავისუფლება, ამას გავიგებთ მე გარდაცვალების შემდეგ. მაშინ გაიგებ ადამიანი რისთვისაა გაჩენილი. ეს ან კიდე აი ჩვენთან ადამიანები ეს მეორე და აი მესამე კიდე რას ვიფიქრობ, რომ თავისუფლება ეს არის
თავის დაღწევა კანონებისა შეზღუდვებისაგან ემანსიპაცია ჩვენ შეაქვსმენია რომ ადამიანი თავისუფლება როდესაც ემანსიპირდება კანონისგან თავისუფლდება მაგრამ ესეც არ არის პირიქით არის ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ თავისუფლება არის არა კანონების უარყოფა და არამედ ისეთი სწორი კანონის პოვნა რომელსაც მთელი პასუხისგებლობის ემუჩნია მეცნიერული კანონის აი ამაზე ვისაუბრებთ ეს დასაწყისში რატომ მოხაზე ეს რომ ფუნდამენტალური გაგება თავისუფლების რაც ჩვენთან არის ასაც თავისუფლებას ეძახიან ეს არ არის თავისუფლება აუცილებელი პირობა არჩევანის უნარი ეს არის აუცილებელი პირობა რომ ადამიანი თავისუფალი იყოს მაგრამ თავისუფლება ამაზე არ დაიყო აი ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ მე რა ვთქვი აქამდე აი არა სოციალიზმზე ვისაუბრებ თავისუფლება რომ გაიგო რა არის უნდა ღმერთთან მიხვიდე და ჭეშმარიტება გაძლევს თავისუფლებას და ღმერთი იესო ქრისტიანს ჭეშმარიტება მე ვარ ჩვენ ეპოქაში ეს ჭეშმარიტება სწორი ინფორმაციას არ არის მართალი ძველად ესე არ ფიქრობდნენ ჭეშმარიტება და სწორი ინფორმაცია არ არის ერთი და იგივე და შენ შეიძლება გქონდეს სწორი ინფორმაცია და აბსოლუტურად გუგლი იყო ამ სწორი ინფორმაციის აი მე თქვენ გეტყვით რაღაც ქიმიის ან მათემატიკის ან ფიზიკის ფაქტებს და ეს თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს რაღაცა სწორი კორექტული ინფორმაცია ჭეშმარიტება აი ეს ქრისტეს ლაპარაკობს ჭეშმარიტება ეს არის გზა ცხოვრება და სიცოცხლე და ჭეშმარიტება ეს ჭეშმარიტება ძველად ეს ხდება როგორც ჭეშმარიტება ეს არის ძალა რომელიც გაიძულებს სწორად იცხოვ იმპულსი აი ბონავენტურაა ესეთი დასავლეთის წმინდა მამა და ამბობს ჭეშმარიტება გავს ცხენს რომელსაც შეაბა ეტლში აი დგას ეტლი თუ ცხენიანია შეგვიძლია არ იძულება და როცა ცხენი შეაბამენ დაიწყებს მოძრაობას ეტლი ხო ან ჭეშმარიტება ესეთია თუ კი ადამიანს აქვს ჭეშმარიტება ეს ჭეშმარიტება არ გასვენებს შინაგან და გიბიძგებს ახალი ცხოვრების წესი დაიწყო ძველი ბერძნული ენა ძალიან ფილოსოფიური ენაა და ჭეშმარიტება ეტიმოლოგიურად ჭეშმარიტება არის ალითია ნიშნავს ის რაც არ გავიწყდება აი როგორც კი მიაგნებ ჭეშმარიტებას უკვე გულგრილი ხდები სხვა არასწორი შეხედულების მიერ და ეს ჭეშმარიტება იწყებს შენ შინაგან გარდაქმნას აი ამას ეძახდნენ ამ ჭეშმარიტებას აი პავლე მოციქული რომ ჩავიდა ათენში იქ რა თქვა რომ ბერძნებს ყური ეხანებათ ანუ ახალი მოძღვრებები უნდა თუ სულ რატომ იმიტომ ჭეშმარიტება არიცია როგორც კი მიაგნებ ჭეშმარიტება რა არის აი მის თვისება მისი რომ სხვა აი იცი უკვე რა არის და იწყებ ისე ცხოვრება ეს ძალა და თუ ჭეშმარიტება არის ის ადამიანი ვერასოდეს თავისუფალი ვერ გახდება აი რატომ მოახერხა აი როგორც გითხრა აი როცა ადამიანის სულიერი ცხოვრება არ აქვს რაც უფრო დაშორებულია ღმერთთან მით უფრო დეფექტურია მისი შეხედულება თავისუფლებაზე ჩვენ ეპოქაში რას ეძახიან აი როგორც გითხარით თავისუფლება რა თავისუფლებას უპირველეს ყოვლისა უკავშირებენ უფლებას რატომ არის აი თავისი მიწიერი ლოგიკა აქვს აი ადამიანი აიგივებს სამშობლოში როგორც გითხარით თავისუფლებას არჩევანის უნართან და ფიქრობს მე როდის ვარ თავისუფალი თუ კი ეს არჩევანზე დაყავს არჩევანის უნარს თავისუფალი ვარ მაშინ როდესაც არჩევანის უზარმაზარი პრეისკურანტი მაქვს აი მარკეტინგის თავისუფლებას ეძახიან გასტრონომიული თავისუფლებას ფრანკფურტი არის ეს დიდი ფილოსოფოსი ამერიკელი და ამბობს გასტრონომიული თავისუფლებას ეძახიან აი წარმოგიდგენთ თქვენ შედიხართ დიდ მაღაზიაში და ხედავთ უამრავი იოგურტია ან უამრავი პერანგია ან უამრავი ბოტასია და ფიქრობ თავისუფალი ვარ მე როდესაც რაც უფრო დიდი მაქვს არჩევანის შესაძლებლობა და მაქვს თითოეული მათგანი ავირჩიო უფლება აი ამიტომ ლაპარაკობ ესე მე თავისუფალი ვარ თუ კი უფლება მაქვს არჩევანი გავაკეთო ეს გავს ძალიან თავისუფლებას მისი პირობაა თავისუფლებისა მაგრამ თუ ამ პრინციპს მიყვები დაკარგავ რეალურ თავისუფლებას აი წარმოიდგინეთ თქვენ პატარა ბავშვი რომელსაც ესეთი შეხედულება აი მე ვარ თავისუფალი მაშინ როცა რაღაცაც მინდა იმას ვაკეთებ აი მე ჩემი თავისუფლება მესმის ესე უამრავ ჩემს მეგობრებს აქვს საქმე რომ თამაშობენ გეიმერი კომპიუტერში აი კონდეს და ვითამაშო თუ მისცემ უფლებას რომ აკეთოს გამუდმებისთვის რაც უნდა თუ კი ესე გესმის რომ არჩევანი გააკეთო ითამაშოს მთელი დღეები და დაკარგავს თავისუფლებას რატო დაკარგავს თავისუფლებას ჩამოყალიბდეს ნორმალურ პიროვნებად ვერ
გახდება დეფექტური კაცი. ვერ მიიღებს განათლებას, დააკდება სოციალიზაციას, სხვასთან ურთიერთობა ვერ ექნება, ვერც ხელოვნებას ისწავლის, ვერც თავის პროფესიას დაეუფლება და შეუმცირდება ძალიან. მე რო გაიზრდება არჩევანის შესაძლებლობა. წარმოგეთ, ვისაც დიდი განათლება აქვს, იმას ძალიან დიდი არჩევანი აქვს, მე როგორ პროფესიას აერჩევს და ვისაც არაფერი არ უსწავლია და არაფერი არ იცის, არჩევანი არ ექნება რეალურად. პირიქით, ჩვენ გონია რომ ეს თავისუფლებაა, მაგრამ აი ეს არ თავისუფლება დაიყვანება არა იმაზე, როგორც კიდევ რაღაცა აერჩიო, არამედ თავისუფლება რა არის? უპირველეს ყოვლისა ეს არის, რაც შენში ჩადებულია, მისწრაფება იმის რეალიზაციის საშუალება გქონდეს. ეს ნეტარი ავგუსტინე ლაპარაკობს ისეთ რაღაცას. აი მერცხალზე საუბრობს. მერცხალი არის უცნაური ფრინველია ძალიან. ვინც იცის გამუდმები, ესე ძალიან ფრაგმენტული ძილი აქვს, ცოტა ხანს წინავს და გამუდმებით დაფრინავს. ესე რომ აკვირდებიან მერცხალს, მისი ცხოვრების 80 თუ 90% ჰაერშია. იქ ჭამს და ძილიც იქ შეუძლია დასვენებად შეუძლია. ასე გაშვის ხთა შეიძლება ჩაეძინოს და დაფრინავდეს ან იკვებება იქ და ყველა ბუდეს აკეთებს იმის გამო, რომ კვერცხები დადოს და გამრავლდეს და ფაქტიურად ბუდი არ ჭირდება. დაისვენებს, ჭამს და სულ იფრინს. და მეორე კიდე თვისება რა აქვს? აი დაკვირებული ხარ სულ კედელზე იყიდებს. რატომა ეს ნეტარი ავგუსტინელის და სწორიდეს. და როგორც კი ჰორიზონტალურ ზედაპირზე დაჯდება, მე ვეღარ ფრინდება. რომ დაიწყოს ფრენა, უნდა ვარდნა დაიწყოს. ჯერ მე ფრთებს ამოძრავებს და დაიწყოს ფრენა. აი ნეტარი ავგუსტინელის დადეთ მერცხალი დაიჭირეთ და დადეთ სწორ მიწაზე. ვერ გაფრინდება. თავისუფლება აქვს ისე, არჩევანის ნება აქვს, კიდე წინწავა, კიდე უკან, კიდე მარცხნივ, კიდე მარჯვნივ, მაგრამ ვეღარ მერცხალი ვერ იქნება, იმიტომ არ შეუძლია ჰაერის ფრენის გარეშე ცხოვრება და იქნება იმაზე. აი, ის რომ შენ ლეგალურად უფლება გაქვს, ან უნარი გაქვს, არჩევანი გააკეთო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფალი ხარ. თავისუფალი ხარ, როდესაც შეგიძლია იცხოვრო ისე, შენი ბუნების და შესაბამისად ისვის არ ხარ გაჩენილი. მეორე შეცდომა კიდე რა. აი ესე ჩვენი ეპოქის აბსოლუტურ უმრავლესობას ადამიანებს არ ესმის რა არის თავისუფლება. იმიტომ თავისუფლება კიდევ თავისუფლება დაყავს უნარზე გააკეთო არჩევანი და თითოეული არჩევანის ლეგალური უფლება ჰქონდეს. ეს უფლებები შეიძლება იყოს ზედმიწევნით კარგად დაწერილი, მაგრამ შენ თავს რეალიზაციას საკუთარი თავისას ვერ მოახდენ. იქნება კარგი. შეიძლება გრამატიკის სახელმძღვანელოები არსებობდეს საუკეთესო, მაგრამ შენ ლაპარაკი არ იცოდი. ვერ ლაპარაკობდეს. მეორე რა არის, ეს უკავშირდება ძალიან დიდ ფილოსოფოს სარტრს, შენ მოგვიწევს კიდე მასე საუბარი ხშირად. სარტრმა აი ნახეთ როგორი ლოგიკა აქვს. ძალიან ჭკვიანი კაცია, უაღრესად ჭკვიანი იყო, მაგრამ აი ღმერთი არ წამს და ადამიანის ხედვას დეფექტური აქვს. ესე აი რა არის თავისუფლება? როდის ხდება რეალიზაცია ადამიანური თავისუფლების და იწყებს ესეთ შევლას. აი ჩვენ ვითი განსხვავდებით ჩვენ ვამბობთ რომ ადამიანი თავისუფალია, ცხოველი არ არის თავისუფალი, ეს ტელეფონი არ არის თავისუფალი. რატომ ლაპარაკობთ ეს? იმიტომ რომ ტელეფონს არ შეუძლია არჩევანის გაკეთება და ამ უნარს მოკლებულია ცხოველს არ აქვს შეგნებული არჩევანი. ინსტინქტებს მისდევს, ხო? უნდა რაღაცას მისდევს. თუკი ჩვენ ვამბობთ რომ ადამიანი არის თავისუფალი, ეს იმას ნიშნავს რა? უნდა ეგზისტენციალური, ანუ ესე ჩვენში ჩადებული ეს ეგზისტენციალური არჩევანის აუცილებლობა. შენ ადამიანო, მაშინ, როდესაც განუწყვეტლი აკეთებ არჩევანს. ამით განსხვავდები, აი უსულო საგისკენ, ამის განსხვავდები ცხოველისაგან. რაც უფრო ხშირად აკეთებ არჩევანს, რაც უფრო ხშირად დგები არჩევანის წინაშე, მით უფრო რეალიზდება შენი თავისუფლება. და თავისუფლება არჩევანის გარშე არ არსებობს. და იმასაც ამბობს, რომ აი ეგზისტენციალიზმი არის ჰუმანიზმი, თქვა გამოაცხადა. სარტრმა და თქვა, ადამიანმა იმიტომ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომ თავისი ბუნება შექმნას. აი ადრე ამბობენ რომ ადამიანის ბუნება არსებობს და ამ ბუნების გამოხატულება ვარ ჩვენ. არა. შენ არჩევანს აკეთებ თვითონ ქნი ადამიანს. ეს რას ნიშნავს? სარტრიამოს ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს არ უნდა მოიქცე ისე, როგორც გელოდებიან. აი სახელმწიფო გიწესებს წესებს. ვალდებულებებს გაძლევს, რომ ესე უნდა მოიქცე სოციალური შეზღუდვები, ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა გააკეთო. შენ თავისუფლება რეალიზდება მაშინ, როდესაც ცხოვრობ შენთვის არა, სხვისთვის კი არა, ანუ სხვის დადგენილ კანონებს კი არ მოგჩილები, არამედ შენ აკეთებ ყოველთვის არჩევანს, რაც უფრო მოულოდნელია, რაც უფრო ორიგინალურია, რაც უფრო განუმეორებელია შენი ქცევა, მით უფრო რეალიზდება შენში თავისუფლება და აქედან გაუგნარი ადამიანური ბუნება. აი ამის გამოძახილია ეს მარტო
სარც არ აქვს, რა თქმა უნდა, აი თუ გახსოვთ, ესე წაკითხოთ სტენდალის წითელი და შავი, აი არის აფრთხილებს ერთი არისტოკრატე ჟულიუს სორელს ეუბნება, თუ შენ გინდა იყო არისტოკრატე, სხვები რო გიყურებენ რომ დაინახო რომ შენც არისტოკრატი ხარ, როგორ უნდა იცხოვრო, გააკეთე ის, რასაც გააკეთე განსხვავებული იმისაგან, რასაც ყველა შენგან ელოდება. აი ეს არის ნამდვილი არისტოკრატი, არისტოკრატი გულისხმობს ამაში რა, არისტოკრატი რომელიც მიჯაჭული არ არის, აი ის არის სხვისადმი ვალდებულებებზე და თავისუფალია. ამაში ჟღავდება ამაში, რომ ყოველთვის მოიქცე იმისაგან განსხვავებულად, ვიდრე საზოგადოებრივ წესებით და შენგან მორჩება. ეს სწორია, ეს ფუნდამენტალურად დამახინჯებული შეხედულებაა თავისუფლებას. აი როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, გეტყვით, თავისუფალი როდისაა, იცით ადამიანი, როდესაც არ ჭირდება არჩევანის კეთება. უნარის მოსულაც კი არ გეუბნებით, უნარი უნდა გქონდეს ჩვენ თავისუფალი არჩევანი, მაგრამ ხარისხი, თავისუფლების ხარისხი. აი თერმომეტრით შენ მით უფრო თავისუფალი ხარ, რაც იძულებული არ ხარ არჩევანი გააკეთო. აი ღმერთი ხომ თავისუფალია, მაგრამ ღმერთი არჩევანის წინაშე არ ესწრებს საფრთხეს. რატო? იმიტომ რომ იცის რა არის ყველაზე კარგი. არ ჭირდება ეს არჩევანი და ჭოჭვა. იყო ესეთი პელაგიუსი. მე რენესანსზე რომ მე ვისაუბრეთ ეს ჰერეტიკოსი კაცია, მაგრამ ქრისტიანი იყო და ამიტომ უფრო ჭკვიანურად ლაპარაკობს ვიდრე სარტრი. მიხარით სარტრი უზარმაზარი ფილოსოფოსია, ხო? პელაგიუსი ამბობდა ესეთ რაღაც. აი ჩვენ ვიცით რომ ადამი და ევა იყო სამოთხეში, ხო? და შეცოდეს და ღმერთმა გამოაძევა სამოთხიდან. პირველი ნიშანი, პირველი პრობლემა. აი რა პრობლემის წინაშე დადგა ადამი და ევა სამოთხიდან გამოძევების შემდეგ? კითხულობს პელაგიუსი და რას ამბობს, იცით? დადგნენ არჩევანის კეთების აუცილებლობის წინაშე. თავის ტკივილი დაეწყოთ. აი რასაც ეგზისტენციალისტები ლაპარაკობენ, ბრუხვევა თავისუფლებისაკენ. აი ეს უზარმაზარი ფილოსოფოსი გერმანელი ჰაიდეგერი ამბობს, დაზაინი ეს არის ჭმუნვა, შიში, თავბრუხვევა, იმიტომ რომ შენ არჩევანი უნდა გააკეთო, არჩევანის კეთება ძალიან ძნელია. სამოთხეში რო იყო ადამიანი, წერია რომ ფეხის ხმა ესვოდა უფლის და უფალს ელაპარაკებოდა, ხო? ეს სიმბოლური ენა ნიშნავს რა? უშუალოდ იღებდა ღმერთისაგან რა არის ყველაზე კარგი. იცოდა ეს. როგორც კი გამოვარდა სამოთხისაგან დაკარგა ღმერთთან კავშირის უნარი, მერე თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და არის ეს კარგი რა არის. და იძულებულია გამოგვებით აკეთოს არჩევანი. აი ზუსტად ეს არის ეს პელაგიუსი ლაპარაკობს, ყველაზე დიდი უბედურება ადამიანის სამოთხიდან გამოძევის, ანუ შენ რომ დაკარგე თავისუფლება, აი ამიტომ ხარ იძულებული გააკეთო ყოველთვის არჩევანი. და თავისუფლება რას ნიშნავს? თავისუფლება ნიშნავს რაც შენში ჩადებულია მისწრაფება, აი სადაც ბედნიერი ხარ იქ იყო. აი ნეტარი აგვისტინი ამბობს, რომ გავიგოთო ჩვენ რა არის თავისუფლების საიდუმლოება. ყველაზე ადეკვატური სიტყვა არჩევანი კი არაა. კიდევ მეორე ნეტარი აგვისტინი არ უარყოფს ამას არჩევანის აუცილებლობას, მაგრამ ზოგადად, მაგრამ ამბობს თუ შენ გინდა გაიგო რა არის თავისუფლების საიდუმლოება, უნდა აიღო სიტყვა არა არჩევანი, არამედ სიყვარული. რატომ ამბობს ამას? აი ესეთი მაგალითი მოყავს. წარმოვიდგინეთ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც არავინ არ უყვარს ხალხი. ჯერ კონკრეტულად გაურბის თვალი ყველა ქალს. მაგრამ როგორც კი ნახავს, ვინც უყვარს, ნამდვილად შეიყვარებს. მე კარგავს სხვისადმი ინტერესი. რატომ თუ მიაყენო ის რაც უნდა. არ ლაპარაკობს რომ სხვები ცუდი არიან. მაგრამ რაც აინტერესებს ვისთანაც ბედნიერია, ვისთანაც სიხარულს პოულოს იმასთან არის. აი ეს არის საიდუმლოება თავისუფლების. ადამიანი გაჩენილია ღმერთისათვის რომ იყოს ბედნიერი და როდესაც ღმერთთანა თეორიული შანსი არსებობს ღმერთს დაშორდეს და პრაქტიკულად შეუძლია, მაგრამ არ უნდა ეს. აი მეორე მაგალითი მოყავს კიდე ესეთი ძალიან კარგი. აი წარმოვიდგინეთ ახალგაზრდა დედა, რომელსაც გაუჩნდა შვილი. შვილის რომ გაუჩნდება ახალგაზრდა ქალს, შვილი პირველი ეს ასიშავს მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. რატო? იმიტომ რომ აღარ შეუძლია აი ასე ვთქვათ, წყალში თავისუფლად ცხოვრება. ეს ბავშვი ითხოვს თელ ყურადღებას. სულ ტირი, სულ ჭამა უნდა, სულ გამოცვლა უნდა, ვეღარ ძინავს და ვერაფერი, ხო? მიჯაჭულია მთლიანად ამ ბავშვს. მაგრამ აბა უთხარით, რომ მე წავიყვან ახლა ამ ბავშვს და შენ იქნები თავისუფლად. რას გეტყვით? ხო? თავს მოიკლავს რაღაცას. რატომ? იმიტომ ბედნიერება უყვარს და ეს არის.
აი ზუსტად ამას ლაპარაკობ. თუ კი აი ნეტარი აგვისტინი ამბობს, თუ კი ეს ქალი, რომელსაც ბუნებით აქვს ჩადებული მას რომ შვილი უყვარდეს და ამაში პოულობს ბედნიერებას და თავისუფლება ესმის როგორც მე მაქვს თავისუფლება რომ ჩემ შვილს მოუვარო რომელშიც ჩემში ჩანერგილი. თუ კი ეს ქალი დაიწყებს ჭოჭმას რომ მე გავზარდო ხა ჩემი შვილი თუ ვიღაცასთან გავაშვილო ან თხილში გადავაგრო და მოვკლა. არჩევანის რომ გაუჩნდება აუცილებლობა არჩევანისა. ეს ისი გამოხატულება რომ თავისუფალი არა დეფექტურია რაღაცა ეს ქალს რაღაც პრობლემა აქვს ნეტარი აგვისტინი ლაპარაკობს ამ ახალგაზრდა ქალს აქვს რაღაც ფუნდამენტალური პრობლემა რომელიც ხელს უშლის გააკეთოს ის რაც მასში ჩადებულია ბუნებრივი სიყვარული თავისი შვილისა. აი ამიტომ რა შენ რომ გამუდმებით გიჩნდება არჩევანის ფიქრი იმაზე რა გავაკეთო რა ვერჩიო ეს იმას ნიშნავს რომ შენ არ მიგიგნია შენი თავის არ გიპოვნია ის რაც განიჭებს უზარმაზარ ბედნიერებას ის სახა გაჩენილი. აი ამახინჯებს და ჩვენი ეპოქა აი ეს სარტრი როგორც გითხარით ინტელექტუალური ვარსკვლავი იყო. აი ხა ჩვენთან როგორც აინშტაინია ხო? აინშტაინს უფრო დიდი ავტორიტეტი იყო მაშინ როდესაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. აი სარტრი იყო ერთ-ერთი უზარმაზარი ფიგურა იყო რა ესეთი გავლენიანი მაშინ იყო ეს კაცი ლაპარაკობდა აი სარტრი ლაპარაკობდა შეულებრივი ამბავი არა აი მთელი ევროპა ვიყავდა ინტელექტუალური ცხოვრება ამკა. ესე გეუბნება რომ შენ თავისუფალი ხარ მაშინ როდესაც გამოთქვამით არჩევანს აკეთებ. მთელი რატომ ხა ეს თუკი კიდევ თუკი სარტრი სულელია ეს ცოდვის ბუნებაა რაც უფრო დამონებულია ადამიანი მით უფრო ფიქრობს რომ თავისუფალი. რატომ ხდება ახლა აი არის მეორე ძალიან დიდი мама ესა მაქსიმე აღსარებელი და მაქსიმე აღსარებელი ხსნის რატომ არის ეს. რასაც მაქსიმე აღსარებელი ლაპარაკობს არაფერი რთული არაა. უბრალოდ ჩვენ ვეღარ ვხედავთ ამას, იმიტომ რომ აღარ ვცხოვრობთ ისე სწორად. და სწორი ხედავთ არა. მაქსიმე აღსარებელი ამას ესეთ არის. აი ჩვენ ქრისტიანებს წავს რომ ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო, ხო? არაფრისაგან. და ღმერთი რო ქმნის სამყაროს როგორ ქმნის? რაღაც გეგმა აქვს სასწრაფო თავისუფალი, ხო? ღმერთი როგორ ქმნის ლოგოსებს ეძახის ამას თეოლოგია. ლოგოსი ეს არის გეგმა, აი რო შექმნა ადამიანმა ღმერთმა შექმნა ცალკეული ადამიანი, ცალკეული ცხენი, რაღაც მდინარე, ყველაფერს თავისი დანიშნულება მიცა, ხო? ცალკეული გარკვეული გეგმის მიხედვით ქმნის ღმერთი ყველაფერს. აი ადამიანი სახს რო აშენებს, ხო? ადამიანი რო სახს აშენებს, წინასწარ გეგმას ადგენს და ასე არის ღმერთი. ღმერთმა მისცა ყველაფერს თავისი ლოგოსი. აი ლოგოსი ეს არის. პროექტი ღმერთისა შენ რა უნდა გააკეთო. როდესაც ადამიანი სწორად ცხოვრობს ღმერთთან ახლოსა, წინააღმდეგ ხედავს ამ ლოგოსებს. ისვისა ადამიანი გაჩვენე, აი სანამ ადამი და ევა დაეცემოდა, ხედავდა თავის ლოგოს და ყველა ცხოველსაც სახელს ართმევდა და ხვდებოდა ყველას ქნილების არსი რა არის. აი ეს უნდა გქონდა. და ადამიანი ცხოვრობს აი ამ ლოგოსის მიხედვით ეს ანიჭებს უზარმაზარ ბედნიერებას, იმიტომ რომ მასშიო ჩანერგილია მთელი მაგ ისა ფისის, ანუ ბუნებრივი ტოლვა იმისაგან რისთვისაც არ შექმნილი. ესე ღმერთმა არასოდეს არა მარტო გეგმა შექმნა ჩვენთვის რა უნდა გავაკეთოთ, არამედ ჩადო ჩვენში ბუნებრივი იდრეკილება რომ გაგვეკეთებინა ეს და ამაში ადამიანი როდესაც მისდევდა ღვთის გეგმას, იქ იყო ყველაზე ბედნიერი. ეს წარმოგეთ თქვენ რომ აი შვილს რომ ზრდის ადამიანი. გონია რომ ამას რატომ ეუბნება შვილს ესე გააკეთე, ესე გააკეთე, იცი რომ შენ ასე ბედნიერი იქნები ამასით, ხო? აი თუ ისწავლე, თუ დამიჯერებ, თუ ამას და ამას გააკეთებ, გაიზრდები ნორმალური ადამიანი და იქნები ბედნიერი და რეალიზდები, ხო? ღმერთსაც ეს ლოგიკა აქვს. როცა ქმნიდა ადამიანს, მისცა ეს ლოგოსი, გეგმა, რაც მისთვის ყველაზე საუკეთესოა, ასევე ჩადო მასში მიდრეკილება, რომ აი ბუნებრივი ნებელობა თელიმა ფისის, რომ აი გზას გაყოლოდა ამ ლოგოსს. მაგრამ როდესაც დაეცა ადამიანი ისა მაქსიმე აღსარებელი ამბობს. აი ამ ლოგოსების, ამ ლოგოს სპერმატიკის ეძახის, ამ სწორი ლოგოსი დაიწყო ლოგი ფანტასტიკის გამოგონება. ანუ რას აკეთებს ადამიანი? ცოდვით დაცემული ადამიანი არის ტყვეობაში, ილუზიებით იწყებს ცხოვრებას. იმას უკვე ვეღარ ჭუპებს, რაც სწორი არის, რაც უნდა იცხოვროს და ქმნის ახალ ვარიანტებს, ალტერნატიულ ვარიანტებს, ბედნიერების, ღირსების, პატივისცემის, რაც იქნება. ქმნის ამას არასწორ ვარიანტებს და იწყებს მის მიდენა რა ტოპ ამახინჯებს. აი რო წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა. აი
როგორ იქნებაო, აი ეს ეს ბოროტების შედეგია. ადამიანი რომ დაცემულია მიდრეკილება აქვს, ბოროტებისკენ ადვილად ხუმდება. და აი ეს არჩევა არასწორი ლოგოსისა არის ბედნიერების და არის უბედურების საწინდარი. როცა ადამიანი სწორად როცა არ ცხოვრობს ისე რისაც არ შექმნილ ვერასოდეს ბედნიერი ვერც თავისუფალი და ვერც ბედნიერი იქნება. აი ეს კი მაგალითად წარმოვიდგინოთ. შეიძლება ადრეც გითხარით. წავიდეთ გემის კაპიტანი ძველად რომ იყო კომპასით აკეთებდა ორიენტაციას, ხო გემი მიყავს მასე ოკეანეში და სარგემი ვისაც რომ მიაღწიოს დანიშნულების ადგილს უნდა უყუროს კომპასი. რომ არჩენებს ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი სადარი და აი წარმოგეთ ერთი ბოროტია ერთი ეკიპაჟიდან ვიღაცა მეზღვაური და უნდა რომ მთელი გემი დააღუპოს და მიეპარება და ამ კომპასს ხო კომპასს ხომ მაგიდაზრებს ქვემოდან დაამაგრებს მაგნიტს. და ეს კომპასი არასწორად არჩენებს. რა გამოვა? არა დაიღუპა დარჩება ოკეანეში და დაიღუპა. აი ზუსტ ისა მაქსიმე ახსარებელია როგორც. აი ეს ლოგი ფანტასტიკური ზუსტად ესაა. აი ეს დემონის შთაგონებით, ჩვენი დაცემული ბუნების შთაგონებით ადამიანი იწყებს ასეთი ფანტასტიკური ლოგოსების შექმნას. რაც უფრო ცოდვილია ადამიანი, რაც უფრო დამონებულია ესა ნებებს, მით უფრო შემოქმედებითია. ანუ ჩვენში ეს ფანტაზია ცოდვისაგან მოდის. ადამიანი იგონებს ახალ პროექტებს, როგორ იცხოვრობს. არჩევანს აკეთებს თან სარტრი ლაპარაკობს, რაც უფრო აკეთებს არჩევანს მით უფრო კარგია. და რაც უფრო ცოდვილია ადამიანი, მით უფრო გამოგონებელია ახალი აი ფანტასტიკური პროექტებისა. და აიგიებს თავის ბედნიერებას აი ამასთან და ამით ხდება უბედური. აი წარმოგედგეთ ის მაგალითი. აი ძველად ხა ყველა ეპოქაში იყო ჰომოსექსუალისტები რო არის. ხო ყველა ეპოქაში მაგალითად არ ყოფილა მაგალითად შეიძლება სხვა მაგალითად. რაც გაჩნდა ადამიანი არსებობდნენ ჰომოსექსუალები. ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ აი და არსებობდა ადამიანი რომელიც ფიქრობდა რომ მე კაცი კი არ მაკავშირენ ყარავით ქალი. ისტორიულად დასტურდება ეს წარმართულ სამყაროში ძალიან ხშირია წარმართობა ეს ძალიან ხშირი ფენომენია. მაგრამ თანამედროვე ადამიანმა შექმნა ახალი ლოგი ფანტასტიკი. კერძოდ რა? აი წარმოგიდგენთ ადრე საქართველოში იყო სულიყო ეს კინტოები იყო რაღაცა ჰომოსექსუალი, ხო? ფიქრობდა რომ ეს ცხოვრება ასწორა. მაგრამ მე-21 საუკუნემ რა მოიტანა? გაიგო რომ ამერიკაში აკეთებენ ოპერაციას, კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ახლა ჩვენთან რაღაც ფილოსოფიაა რომ შენს სქესს განსაზღვრავს არა ბიოლოგია, არამედ კულტურა და ცნობიერება. გენდერი ამას ნიშნავს. შენ რომ დაიბადე მამაკაცის სხეული გააქვს, ეს მას ამიშნავს რომ შენ მამაკაცი. შენ უნდა გააკეთო არჩევანი კაცი ხარ. ეს არის გენდერი. აი ასე ადამიანმა გაიგო რომ ამერიკაში თქვა აკეთებენ ან ევროპაში აკეთებენ ოპერაციას, რომ კაცი გახდეს ქალი. და იბერე იწყეს ფიქრი. მე თვით რეალიზებული ადამიანი არა ვარ თავისუფალი, მანამდე სანამ არ წავალ და ამ ოპერაციას არ დავი. ხედავ. ადრე ესეთი რაღაც არავის თავში არ მოვიდა, თო შეუძლებელი. აი მაქსიმე ახსენებელი ლაპარაკობს. ცხოვრებისეულ პირობებს თუ ცვლილებას მოაქვს ესეთი ფანტასტიკური ლოგოსები. გამოგონებული ადამიანის ეგრე ის ფიქრობს, რომ მე რომ მივაგნო ჩემ თავს ვინა ვარ, რეალიზაცია მოხდეს ჩემი იდენტობისა, უნდა წავიდე, გავიკეთო ოპერაცია და ბუნების საწინააღმდეგოდ გავაკეთო ოპერაცია. ეს ერთი მაგალითი. ეხლა იმიტომ კი არ ლაპარაკობ რაღაცას ვაკეთებ. უბრალოდ გითხარით აი ეს სტიგმატიზებული მაგალითი, როგორია ადამიანი იგონებს ახალ პროექტებს, რომელიც და ფიქრობს, თუ მე ამას გავაკეთებ, იქნები თავისებული და თავისუფალი და თვითრეალიზებული. და უამრავი სისულელი. აი თქვენ რომ შეხვალთ ინტერნეტში, აი რომ მოძებნოთ არის ადამიანი, რომელსაც აი ტატუს იკეთებენ და ემსგავსებიან ზოგი დრაკონს, ზოგი ძაღლს, ზოგი ცხენს. სპეციალურად იკეთებენ ოპერაციას, პლასტიკურ ოპერაციას და ტატუს რომ გამოაცხადოს ადამიანი მე ვარ დრაკონი. მე არ მინდა ვიყო ადამიანი და მე მინდა ვიყო დრაკონი. რატომ აკეთებს? აი ზუსტად რასაც მაქსიმე ახსენებელი ლაპარაკობს. ეს ფუნდამენტალური რაღაცაა. აი მაქსიმე ახსენებელი ზუსტად ამას თუ თქვენ დავაკვირდებით დაცემის სცენას როგორ დაეცა ადამი და ევა. აი ზუსტად ამას დავინახავ. აი დაცემა როგორ დაიწყო? ადამმა და ევამ როგორ ჩაიდინეს ცოდვა. როდესაც სატანა მიუჩოჩდა ადამ ევას და უთხრა რომ აკრძალული ნაყოფი შეჭამეო. აკრძალული ნაყოფი რისთვის შექმნა ღმერთმა რომ ადამიანს გაეგო რა არის სიკეთე და ბოროტება. ეს არის არსი ხო? აი აკრძალული ნაყოფისა.
უნდა ეცხოვრა ღმერთის ცნებები და მე უნდა მიეღო ეს ნაყოფი და გაიგებდა რა არის სიკრეტი და ბროდება. დაარღვია ეს დაუჯერა სატანას ევა და რომ შეხედა ნაყოფს რა დაინახავს, რა კარგია საკვებად, რა კარგია სამზერად. აი ახალი ლოგოსი ჩადო მაშინ, აი ლოგი ფანტასტიკი ეს რა. ღმერთმა სულ სხვა დანიშნულებით შექმნა ეს ნაყოფი, მაგრამ ევა შეწოდებული რომ დაუჯერა სატანას, ჩადო მაშინ რადიკალურად განსხვავებული ლოგოსი, ანუ დანიშნულება. აი მაქსიმი აღწერებელია ამის, რაც უფრო შორდები ღმერთს, რაც უფრო ცოდვაში ხარ, მით უფრო გეჩოქჩულება ეს და შენც იგონებ ახალ პროექტებს ბედნიერებისას და ახალ გააწყობ გეგმებს და ამ გეგმებს მიყავხარ სანამ კატასტროფამდე ისაც მოუვიდა ადამიანს და ევას და მოუვიდა მოდის ადამიანებს და აი კანტიც ლაპარაკობდა ესეთ რაღაცას ჩვენშიო არსებობსო რადიკალური ბოროტება მაგრამ არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება ადამიანს არ შეუძლია აბსოლუტურად ბოროტება ისიც თქმა უნდა და კანტს ამით რომ ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს და აკეთოს ბოროტების სახელი აი როგორც ეს დემონსტრაცია რომ მე მინდა აკეთო ბოროტება და აკეთო ბოროტებას ეს ადამიანში არ არის ეს რა ადამიანი აკეთებს ბოროტებას რაღაც თავისებურად ესმის სიკეთე არა გაუცნობიერად კი არა ესმის რომ ეს რაღაცის საჭიროა აი ამართლე აი ყველა დასულ ადამიანს რო ეთქვი რატო ცხოვრობ ესე გაამართლებს აი თქვა რატო იპარავ და ყველა გეტყვის ყველა იპარავს თუ ყველა იპარავს მე თუ არ მოიპარეს სულელი ან როდესაც მოკლავს ვიღაცას რატო მოკალი აუცილებლად გაამართლებს გამართლებას მოძებნის თავისი ქმედებისას აი ამას გულისხმობდა კანტი ესე თუ კი ადამიანი ბოროტებას ჩადის ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცნაირად ამართლებს ამ ბოროტებას ჩადენა არ შეუძლია ფიქრობს რომ აი ახლა მე ამ გამოსავალი არ მაქვს სხვა ან კიდევ რასაც ვაკეთებ ეს სწორია ლათინური ანდაზა სადაც მithქვავს რა ჯოჯოხეთსაკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებითაა მოგეწული ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში იმიტომ რომ აკეთებს რაღაც სულ საქმეს და ფიქრობს რომ ეს კარგია აი ამას ლაპარაკობს მაქსიმი აღწერებს ესე რაც უფრო დაშორდება ადამიანი ღმერთ ცოდვაშია და ცოდულად ცხოვრობს მით უფრო ფიქრობს რომ ეს არის თავისუფლება არა დამონებულია აი ეს ემანსიპაციის რო თქვი აი როგორც გითხარით ადამიანი აი რო კითხვა ადამიანებს არ მინდა ხე უბრალოდ ამათ რატო ლაპარაკობთ ეს იმეზე ვაკრიტიკოთ რა ეს ფემინისტებიც რა ფემინისტები გამოგვებით ლაპარაკობენ ეს არის ემანსიპაცია ნიშნავს დადგენილი ნორმების კანონების უარყოფას ხო ამაში ხედავენ თავისუფლება ესეც არასწორი მე იმას კი ვლაპარაკობ ქალებს უფლებები უნდა ქონდეს რა თქმა უნდა ქალი და მამაკაცი უნდა იყოს სწორი მაგრამ თავისუფლებისაკენ მიღწევა გზა ეს კანონების უარყოფა კი არა უარყოფა უპირველეს სკოლისა კერაპრაკეს არის სოდის უარყოფა სოდისგან თავის დაღწევა აი კანტი რო ახსენე კანტი რასაო შენ გინდა იყო თავისუფალი თუ გინდა იყო თავისუფალი უპირველეს სკოლისა იპოვე კანონი ზნეობრივი კანონი რომელსაც მთელი არსებით პასუხისმგებლობით დაემორჩილებ სხვანაირად თავისუფალი ვერ გახდება აი რატომ არის აი კირკეგორი ზამაზარი ფილოსოფოსია და ამბობდა რომ არსებობს კატეგორია ადამიანებისა რომელსაც ეძახის ესთეტიკურ ადამიანებს ეს ახლა სახელმა არ უნდა მოგვატყუს ბერძნული სიტყვა ესთეტოს ნიშნავს გზნობას აი წარმოგიდგენთ კატეგორია ადამიანებისა რომელსაც აქვს ესეთი პრინციპი ცხოვრების მიზანი არის მიიღო თავისუფლება აკეთო ის რაც ქსიამოვნებს ასეთი ადამიანები არის დიდი ნაწილი ჩვენ საზოგადოებისა რომელიც ფიქრობს რომ სიამოვნების მიღება ჰედონისტები არის ჩვენი ცხოვრების მიზანი ეს ადამიანები ყველა ერთნაირია უბრალოდ განსხვავდებიან ესთეტიკური გზნობის გამო რატომ ზოგს უყვარს მუსიკა მთელი ცხოვრება მუსიკის მენა უნდა ზოგს უყვარს ღვინო და მთელი ცხოვრება ფიქრობს რომ რაც უფრო მეტ ხშირად სიხარ სუფრაზე კაკ სუფრაზე კალქვინოს რომ უფრო ბედნიერი ზოგს უყვარს ქალები და ფიქრობს რაც უფრო მეტ ქალში აცდენს რაც უფრო მეტ ქალთან იცხოვრებს მით უფრო რეალიზებულია მით უფრო ბედნიერი და ზოგს ფული ზოგს თანამდებობა და ასე შემდეგ ესენიო ფაქტობრივად ყველა ერთი იგივე ხალხია უბრალოდ განსხვავდებიან იმისაგან რომ აი ესთეტიკური გზნობის სხვადასხვა რაღაცაში პოულობენ სიამოვნებას ყველა მონაა აი ეს კატეგორიას ეს ადამიანები ფიქრობენ რომ თავისუფლები არიან იმიტომ რომ აკეთებენ იმას რაც უნდათ მაგრამ ყველაზე მონები არიან დამონებული არიან ვიზე აი სელებრიტები მიბაძოლები არიან აი მაგალითად წარმოგიდგენთ ადამიანი რომელსაც უნდა რომ ეჯირო აი მე ბედნიერი ვიქნები თუ კარგი მანქანა მქონდეს
თუ ძალიან კარგი ბევრი ფული მაქვს, თუ ცხოვრობ ისე, აი კარგი საფრთხე და ეს. რომელი მანქანაა კარგი თქვენ ასე? რომელი მანქანაზე ძმა აინტერესებს ყველაზე უფრო ადამიანს და გააფეთქმიერება. ის რომელიც პრესტიჟული და პრესტიჟული მანქანა რომელია, რომელსაც ეს სელებრიტები შედებენ. ტყუილად ხო არ აძლევენ როლანდო იქნება თუ მესი იქნება თუ მილიონერს რომ აი მანქანაზე დაждდეს მერსედესი იქნება თუ სხვა. იმიტომ რომ პრესტიჟული გახდეს ეს მანქანა. აძლევენ კოლოსალურ ფულს ცნობილ ადამიანებს რომ ისარგებლოს როლექსით, გაიკეთოს ხელზე დაждდეს აი მერსედესი ჩაიცვას ესა თუ ის კოსტიუმი ვალენტინო იქნება თუ სხვა. იმიტომ რომ ამით ეწევა პრესტიჟი და შენ რომ გონია რომ თავისუფალი ხარ მაიმუნივით ბაძავ იმ ადამიანს რომელსაც ცნობილია რომელსაც ეს აცი. აი ეს ასეთი მაშინ უწერია აი დოსტ იმას მაშინ ანა კარენინაში ტოლსტოის აი ანა კარენინას ძმა პოლკონსკა მაგისტრის კვარიაცა მის ძმა რომ ფიქრობდა რომ თავისუფალი იყო მაგრამ თუ შაკურებოდა თავის ცხოვრებას ნახავდაო რომ ასე იცვამდა იმიტომ რომ წრეში რომელსაც პატივსებს ადამიანებს ისინი ისე იქცევიან ლაპარაკობდა ასე იმიტომ რომ მაღალი საზოგადოების ხალხი ესე ლაპარაკობს თავისი არაფერი არ ხდება მთელი მისი ცხოვრება შედგებოდა მიბაძვისაგან ადამიანი რომელიც ცხოვრების მიზანია რომ იყოს მისდიოს თავისუფლებას ასეთი ადამიანი არასოდეს სიამოვნებას ასეთი ადამიანი არასოდეს თავისუფალი არ არის კანტია შეხდები თავისუფალი მაშინ როდესაც გაქვს მტკიცე მორალური პრინციპები აი საბჭოთა კავშირში ადრე კომუნისტების დროს იყო რომ ყველა ქურდო სახელმწიფოს პარავდა ერთმანეთს არ პარავდნენ რომ მაშინაც კაცი მეორას კაცს რომ ოპარავდა ის ქურდი იყო და ეს არის კარგი მაგრამ თუ შენ სახელმწიფოს პარავდი ეს არ იქნებოდა ქურდობად პირიქით თუ გთამს არ იყევი და სახელმწიფოს რაღაც არ პარავდი სულელი იყავი გიჟია რა არის სულელი აი კანტიამში მაშინ ახალ თავისუფალი უცას გარშემო ყველა ფიქრობს რომ აი ეს ქურდობა გამართლებულია როდესაც შენ გაქვს მორალური პრინციპი და ყველას საწინააღმდეგოდ შეგიძლია წასული და ეს სწორია აი ზნეო ატომა ნახეთ ძველი აღქმის ახალი აღქმა იგივდება რას ახალი აღქმის სიმბოლო არის ნეტარები რეგეთათომა მაგრამ ძველი აღქმის სიმბოლო რა არის 10 მცნება 10 მცნების ასი რა ესა გააკეთო არა კაცკლა არა იპარო არა იქუდო და ადამიანის თავისუფლება იწყება როდესაც შენ მონობას უარყოფ მონობის და ცოდის ძირი ესა აკეთო ის რაც გინდა ამისაგან თავისუფლება იწყება მაშინ როდესაც აირჩევ პრინციპს მორალურს რომ რაღაცა გააკეთო აი კანტია შეხდები თავისუფალი მაშინ როდესაც მთელი პასუხისგებლობით ემორჩილები კანონს ანუ აღარ აკეთებ იმას რაც ცუდია ეს რო გავიგო აი თქვენ შვილები ხარ და იხდით ფულს ხო ძვირია განშების მიკროფონი და აძლევ შენ შვილს ფულს და ხელს უწყობ რომ ისწავლოს და ეუბნები რომ აი ეს სწავლა ეხლა რომ დაემორჩილო დისციპლინას იარო ლექციებზე მოამზადო შენ ისწავლო თავის შეიზღოდო ეს არის თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა გახდები მე თავისუფლება თუკი ეს ბავშვი მიუხედავად იმისა რომ 79 სიკვდილს არ დადის ლექციებს იმიტომ რომ აი ნება აქვს რაღაცის ან მეგობრებთან თამაშობს ან ნარკომანობს ან ლოთობს ან რაღაცას აკეთებს ეს ნიშნავს რომ თავისუფალი არა გააკეთოს ის რაც მისი ცხოვრებისთვის აუცილებელია ამას ხედავს კანტი ეს რაღაც სამოცო ადამიანი რომელიც ემტერება კანონებს და ფიქრობს რომ კანონების გარეშე მიაღწევს თავისუფლებას გავსო მტრედს რომელიც ფიქრობს რომ სწრაფად იფრენს თუ ჰაერი არ იქნება წარმოგიდგენთ მტრედი დაფრინავს და როდესაც დაფრინავს ამჩნევს რომ მის კერძზე ეჯახება ჰაერი და ფიქრობს რომ აი ჰაერი რომ არ იყოს გვარ მეჯახებოდეს აი უფრო სწრაფად ვიფრენ ჰაერი თუ იქნება და სადაც ვერ იფრენდა აი ეს ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ კანონებს თუკი გააუქმებს გახდება თავისუფალი ცდება ძალიან აი რუსთავებმა დაწერა ვეფხის ტყაოსანი და გამოავლინა უზარმაზარი შემოქმედებითი თავისუფლება ისეთი თავისუფლება რომელიც არც ერთ ქართველს მანამდე პოეტს არ გამოუვლენია ხო მაგრამ წარმოგიდგენთ რომ რუსთაველის არ ცოდნოდა ქართული ენის გრამატიკა და არ დამორჩილებოდა ამ წესებს დაწერდა ამ პოემას ვერ დაწერდა
ან მოცარტი დაწერდა თავის მუსიკას კონტრაპუნქტის კანონები რო არ დაეცვა, რა თქმა უნდა, ზუსტად ესეა. თავისუფლება კანონების გაუქმება კი არა, საუკეთესო კანონების პოვაზე მოჩილება. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კუნძულზე მარტო და იქ არაფერი კანონები არ აქვს. და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ცივილიზაციაში, აი მაგალითად ნორმალურ ქვეყანაში. აი სადაც მაშა კანონებს პატივსაცემი, შვეიცარია იქნება თუ სხვა. სადაც მაშა კანონს იცავენ. სად უფრო მეტად გამოავლენს თავისუფლებას მარტო კუნძულზე მყოფი თუ შვეიცარიაში მყოფი. უამრავი შესაძლებლობას გაძლევს, ხო? რაც უფრო კანონებია, რაც უფრო დახვეწე, რაც უფრო სტრუქტურირებულია ადამიანის სოციალური ცხოვრება, მით მეტი თავისუფლების გამოვლინება შეუძლია. ეს არასწორი პრინციპი, ეს ემანციპაციის პრინციპი არის არასწორი. ესე ჩვენ ახლა ვთქვით რა, აი ხა რო გავაგრძელოთ თავარია ეს, 55 აქტა ორ წუთში დავათავე. ესე პირველი თქვენ რა ვთქვით, რომ ეს შეხედულება რაც გავრცელებულია ჩვენთან თავისუფლება ეს არასწორია, ფუნდამენტალურად. პირიქით მიყავხარ მონობისაკენ. როდის იწყება თავისუფლება? ვთქვით, იწყება თავისუფლება, როდესაც ადამიანი ირჩევს მორალურ კანონს და ემორჩილება მას. აი ეს არის უბრალოდ ჩვენში ჩადებული. პავლე მოციქული ლაპარაკობს ისეთ. ვისაც მიეცა ჯულიო, ანუ ეს ჯული ცნებები, რაც ჯულით გასამართლება, ვისაც არ მიეცა ჯული, გასამართლება ბუნებრივი ჯული. ბუნებრივი ჯული რა? აი პავლე მოციქული ლაპარაკობს, ჩვენში ჩადებულია ბუნების ღმერთისაგან ჩადებულია სინდისის ხმა, რომელიც კარნახობს რა კარგი და რა არის ცუდი. ესე ადამიანს ბუნება გიბიძგებს, რომ შენ განთავისუფლდე და გახდეს ზნეობრივი ადამიანი, ზნეობრივი თავისუფლება. თუ ზნეობას არ მისდევს ქრისტიანობა გეუბნება, ვერასოდეს თავისუფალი ვერ გახდება. ეს არის პირველი საფეხური. აი როგორც ძველახმაში არის, ესად გააკეთო, ამით იწყება, აკრძალვებით იწყება თავისუფლება, როგორც პარადოქსად უნდა ჭრალოს. ჟღერდეს უნდა დაიცვა თავი ცოდვისაგან. და ნამდვილი თავისუფლება როდის არის, ეს არის სულიერი თავისუფლება. სულიერი თავისუფლება ეს არის აწვინავები, როდესაც ადამიანის იწყებს თავისუფალ მოქმედებას სული წმინდა. აი ჩვენ გაჩენილი ვართ იმისათვის, რომ ვიყოთ სული წმინდის ინსტრუმენტი. პირდაპირ ლაპარაკობს პავლე მოციქული ამაზე. არ იმრუშოთო და ცუდი არ გაკეთოთ, იმიტომ გახსოვთო თქვენ ხართ ტაძარი სული წმინდისა. ანუ ადამიანი შექმნილია, რომ იყოს სული წმინდის ტაძარი, მასში სული წმინდა მოქმედებდეს თავისუფლად. აი ეს არის თავისუფლება. ამიტომ ლაპარაკობენ, რომ თავისუფლება ეს არის საიდუმლოება მომავალი საუკუნეში. ანუ მე როდესაც გარდაიცვალა ადამიანი და აი პარუსია იქნება და ღმერთი მოვა, მე დაიწყებს სული წმინდა მთელი თავისუფლებით მოქმედებას ადამიანში და აი მაშინ დაინახავ შენ რა ყოფილა თავისუფლება. აქ მანამდე არის. როგორც წარდგეთ პატარა ბავშვი, რომელიც არის დედის მუცელში, სამ დაიბადება იქ, რაც უნდა თბილად და კომფორტულად იყოს, იქ არის ის არის თავისუფლება. რო დაიბადება დედამიწაზე, მერე დაინახავს ახალ სამყაროს და უამრავი ახალი შესაძლებლობაა. აი წმინდანები ამბობენ, აი მუცლიდან რო დაიბადება ბავშვი ხო რადიკალურად იცვლება ყველაფერი. ეს აი უმცირეს 10 წელსაც კი არ გვაჩვენებს იმისა რა იქნება საფასასუბრები. იმიტომ ის მადლისმიერი რეალობა ის სხვა გარაკზე. აი იქ გამოჩნდება რა არის ნამდვილი თავისუფლება. მაგრამ აქედან მომზადება უნდა. მანამდე ადამიანმა დედამიწა უნდა დაიწყოს არის თავისუფლების გემო, სულიერი თავისუფლების გემო. და მე კიდევ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს ქრისტიანობა არ უგულებელ ყოს პოლიტიკური თავისუფლება იქნება, ეკონომიკური თავისუფლება იქნება. თავისუფლება მიეყენება ყველაფერს, სადაც არჩევანის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკურ ცხოვრებაში, სოციალურ ყოფაში და ასე შემდეგ. ამას რავინ არ ებრძვის, მაგრამ ამაზე დაყვანა არ შეიძლება. აი სულიერი ჩვენი მიზანი უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა სულიერი თავისუფლება, მე სხვა მოგეცემა. ბიბლიაში წერია. გაწინასწარმეტყველები ეუბნება ებრაელ ხალხს. თუ შენ იცხოვებ უფლის ცნებებით, იქნები თავისუფალი და ბედნიერი ხალხი. ჩვენი რჩეული ხალხი იქნება. თუ არ დაიცავ უფლის ცნებებს, დაკარგო ყველა თავისუფლებას. მოულე მტრებ და დაგიწყობენ და ეს მარტო იუდეველებს და ებრაელებზე კი არა ეს. ჩვენს ისტორიასაც რომ დავაკვირდები და ყველა სხვა ხალხებისაც ესია. როდესაც ხალხი იწყებს სუდად ცხოვრებას, სულად იყენებს არჩევანის თავისუფლებას, მოდის უზარმაზარი უბედურები, კარგავენ ყველანაირ თავისუფლებას. რატომა ეს ღმერთის ლოგიკაა ესეთი. ღმერთის ლოგიკა არის ისეთი როგორც დედის ლოგიკა. აი თქვენ ყავთ პატარა შვილი და თამაშობს ასანთან. ან რაღაც ისეთი თამაშები, რომელიც მისი სიცოცხლეში საშიშია. რას გააკეთე? აი როცა ასათით თამაშობს, წაართმევ აი ასათის თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა.
აი საზოგადოება როგორ იქცევა, როდესაც ხედავს რომ ადამიანი კრიმინალია, არასწორი ნებელობა აქვს. ვიღაცას სუც უკეთებს, რას უკეთებს საზოგადოება იმას. დაიჭერს შესაძლოა ციხეში, წართვის თავისუფლებას, ღმერთიც ესე აკეთებს. ღმერთი უყურებს, როდესაც ადამიანები ბერი არასწორად იყენებს თავის თავისუფლებას, წართვის მოულენს. დიქტატორს ან რაღაცას, ან ტერი მოვლენ და დაიპყრობენ და დაიმონებენ. და ესე კიდევ ჩვენი მიზანი უნდა იყოს სულიერი თავისუფლება. როგორ უნდა გაიგო ადამიანი დედამიწაზე სულიერი თავისუფლების ცხოვრება. ჩვენ არ გვაქვს ეს გამოსწორება სასწაულში ვიყოთ ახლა წინა მოეცა. მაგრამ არსებობს გარეგნული ნიშნები, რომ ადამიანმა დაიწყო სულიერი თავისუფლების ცხოვრება. რა არის ეს ნიშანი? გამოყოფენ ორ რაღაცას, ყველაზე მთავარს, ბევრი რაღაცა, მაგრამ ორია მთავარი. პირველი რა? ღმერთის ღმერთთა რომელიც სიტყვა რომელიც ყველაზე ადეკვატურად გამოხატავს ღმერთის ბუნებას. აი იოანე ღვთისმეტყველი რას ამბობს? ღმერთის სიყვარულია. აი როდესაც ადამიანს აქვს სხვების სიყვარულის უნარი, ნერვები მოსწონს რომ თავისუფლების საიდუმლოება სიყვარულია, აი მაშინ არის თავისუფალი. და სრულყოფილი სიყვარული როგორია? სრულყოფილი, როცა გიყვარს ყველა ერთნაირად შენი მტერი გიყვარს. შენი მტრის სიყვარული ძალიან ძნელი ამოცანაა, ამიტომ ასევე ძალიან ძნელია სულიერ თავისუფლება. რა შეშავს? შენი მტრის სიყვარულში. ეს ემოციებს აკეთებს ღმერთი და შეუძლებელია ხო? ვიღაცა შენი მტერია და ისე გიყვარდეს, როგორც შენი შვილია, შენი მეგობარია, შენი დედა, შენი ამას აკეთებს. რა არის? აი წინავე ამბობენ, შენ გიყვარს შენი მტერი და როდესაც გულსკენს მისი უბედურება და გიხარია მისი ბედნიერება. აი შვილის სიყვარული რა არის, როდესაც ადამიანი იწყებს თავისი შვილის ინტერესებით ცხოვრებას, ხო? რაც იმას ალაწყობს აქვს. რაც იმას სუდია, მისი სუდია, რაც მისი სტადია, მისი სტადია. ამას უნდა მიჩვევა წინავე ამბობენ, შენ თუ გინდა თავისუფალი გახდე. უნდა დაიწყო იმით, რომ ვინც შენი მტერია პირველი არ უნდა აგიმა. სუდი რამე არ უნდა გაუკეთო. ჯერ თუ შესაძლებლობა გექნება, თუნდაც მტერია რაღაც კარგი გაუკეთო, თუ გაჭირებაში ხედავ, გაუკეთე. ჯერ ასე დაიწყო. მე ეს პირველი. მეორე რაში მჟღავდება თავისუფლება? მეორე რაში მჟღავდება თავისუფლება ადამიანი ბატონდება თავის დაცემულ ბუნებას. აი წინანებისთვის ებარესა. აი ჩვენ გახსოვთ პირველ ლექციაზე რომ სულის შემადგენლობაზე რომ ლაპარაკობდით, გონება, ნებელობა და სიამოვნების გაცდა. სანამ ადამი და ევა დაეცემოდა, მანამდე სულის დაბალი ნაწილები ემორჩილებოდა მაღალს. გული, გონება ბატონობდა ნებელობას. ჩვენ ბატონობთ ჩვენს სხეულზე, ჩვენი გონება ბატოობს ჩვენს სხეულზე. აი ჩვენ სხეულს ეთქვი, ადექი და ხელი გაიცნეს და გემორჩილება, მაგრამ აღარ გემორჩილება რა, ჩვენი ნებელობა, ანუ გული. აი თქვა გელაპარაკება ღმერთი რომ შეიყვარე მტერი შენ. არ შეგიძლია. გელაპარაკება აი თქვა ჩვენ ვიცი რომ ცუდია, სიგარეტს ეწევი. ან ნარკომანობს და იცის ამა რომ ნარკომანი არის ძალიან ცუდი. იყავს სიკვდილისკენ და გონება ეუბნება რომ დაანება თან გული არ ემორჩილება. აი ეს დავკარგეთ. ჩვენ დავკარგეთ მეორე ნების ანუ ნების თავისუფლება გვაქვს, ეს ხატებაა, ჩვენ შეგვიძლია არჩევანი, მაგრამ დავკარგეთ ნებელობის თავისუფლება. თავისუფლად აღარ შეგიძლია აი გიყვარდეს ის, რაც უნდა გიყვარდეს და გძულდეს ის, რაც უნდა გძულდეს. აი უფალი რო არის ოდევნოში 40 დღე იშმშილაო და იმარხულ და შემდეგ მანამდე არ. ეს ადამიანსაც ხდება ეს თვისება სანამ დაეცემოდა. არ მოშივდებოდა მანამდე, სანამ გონება არ დაადევდა საქციელს, რომ უნდა. აი ეს დავკარგე, ესე წმინდა მამები ამას აკეთებენ. აი როდესაც გახდება სულიერი თავისუფლება, აღარ აქვს ბოროტი აღძვრები. აი ხშირად ლაპარაკობდა სერაფიმ სარაველი დაინახეს ერთხელ, რომ ქალებთან ლაპარაკობდა ახალგაზრდა ქალი და მეორე ბერს გაუკვირდა, რომ ლაპარაკობს ბერი ახალგაზრდა ქალი და უთხრა, რომ მე მტარი ვარ უკვე ამ ცოდვისათვის. ესე გქონდა ბატონობა, როცა სერაფიმ სარაველმა იცოდა, რომ გარი ქალთა რაც უნდა ლამაზი ყოფილიყო, რა გონება არ აწყობდა საქციას, აღარ ქონდა აღძვრები აი ამის მიმართ. აი ამას აღწევენ, ესე კიდე აი ორი ნიშანი რა, დედამიწაზე სულიერი თავისუფლება. ეს არის სრულყოფილი სიყვარული და ბატონობა შენის დაცემულ ბუნებაზე. ამას ახლა სრულყოფილად ვერ აღწევს სანამ მიწაზეა, მაგრამ ეს არის ნიშნები. და დიდი მადლობა ყველას. მადლობა ბატონო. გამარჯვებით მართლა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი და ცოტა ხმად განსახილველი. დავიწყოთ შეკითხვები აუდიტორიიდან, თუ გვაქვს ამდაგვარი ან საკუთარი აზრის გამოთქმა თუ გსურს ბატონ თემურსმე წარმოდგენილ თემატიკასთან დაკავშირებით. გოხოგინდა თქმა.
ხელსხვედებით. აი აქ თქვა. მოდი სანამ კითხვა წამოვიდოდეს აუდიტორიიდან ჩვენ ერთ ასეთ საკითხს შევეხოთ. ნებელობას, აი არიან ადამიანები, რომლებიც ნებელობას ვერ გამოხატავენ. ხო, ანუ აქვთ ნებელობა, ეს ხატება აქვთ, მაგრამ სიტყვაზე ვთქვათ, ანუ შობით არიან ისე დაავადებულები, ვერ გამოხატავენ. აი ეს შეზღუდვა, გამოხატულების შეზღუდვა, მათ რაიმე პასუხისგებლობის წინაშე აყენებს, ხსნის, როგორ არის ის, როგორ თავისუფალი არსება. უნდა განვიხილოთ ყველა ვარიანტში, მაგრამ რამდენად თავისუფლები არიან ისინი მართლა, თქვა ჩვენთან შედარებით, რომლებსაც შეგვიძლია ჩვენი სურვილების რეალიზება, გამოვხატოთ ან არ გამოვხატოთ. ხო, ეს ხო წინააღმის ესე როგორც ანუ როდესაც მე ნებით ვიკეთავ რაღაცას და ვიღაცა რომელიც ამას ვერ აკეთებს, უბრალოდ თავიდანვე გამოხატულების ეს საშუალება შეზღუდული. კი ბატონო, ესე იგი სული თავისუფალია მაინც. აი რო არის, რომ ადამიანი არის, აი ვთქვათ, ჩვილია, რომელსაც შეგანვითარებული არა, ან კიდე ამან ყოფილი. ხო, ან ავად. არა. ეს რა არის ინსტრუმენტია, უბრალოდ გაფუჭებული, რომ სული ყოველთვის თავისუფალია. აი წარმოგიდგენთ თქვენ ვირტუოზი მუსიკოსი, რომელსაც შესრულების დროს, აი ვთქვათ, ფორტეპიანოზე უკრავს და ფორტეპიანო დაზიანდება და ვეღარ უკრავს, ანუ თვითონ ხო იცის. აი ესია ადამიანი. ქრისტიანობა გვეუბნება, რომ სული, აი რომ გარდაიცვლება ადამიანი და სხეულისგან განთავისუფლდება, სრულყოფილი იქნება იქ. აი ჩვილების რომ გარდაიცვლება, ის გარდაცვალების შემდეგ ყველა მე იქნება 33 იქ წლები არ არის, მაგრამ ყველა იქნება აი თავისი სულიერი ძალების გაფუჭკდის დროს. ეხლა რა გარდაცვალების შემდეგ ადამიანი მისი ცხოვრება დამოკიდებულია იმ ღვაწზე, რომელიც აქ აქვს. აი გარდაიცვალა პატარა ბავშვები მიდიან სამოთხეში, ხო? მაგრამ ის ვინც დედამიწაზე რაკი არჩევანი მას არ აქვს არჩევანის უფლება და უმანკოა და მიდის ესე ცოდის გარეშე, ხო? შედის სასწრაფოებში. მაგრამ შენ რაკი ბრძოლა გჭირდებას დასრული ხარ. ეს ბრძოლა გჭირდება ცოდისაგან თავი დააღწიო, თუ ცხონდი გაცილებით უფრო წარმატებული ხარ სასწრაფოში ვიდრე ეს შვილია. ის ადვილად შევიდა, მაგრამ შენ ბრძოლით რო შეხვედი, უფრო დიდია. აი ქრისტიანობა გეუბნება, რომ ჩემთვის მთავარია, რომ შენ ცოდვას შეებრძოლო. აი ერთი უზარმაზარი ცოდვაა მრუშება, ხო? მრუშება სასიკვდილო ცოდვაა, ჩამოთვლილია, რომ სასიკვდილო ცოდვა, აი ძველად თვლიდნენ, რომ ზოგიერთი ცოდვა ისეთია, რომელიც ადრე ფიქრობდნენ ესე, რომ ადამიანს აკარგრიებს ნახლობის მადლს. აი კაცის კვლავ ქრისტეს უარყოფა მრუშება რამდენიმე ცოდვას. იქ სასიკვდილო ცოდვებსაც ეძახიან. ანუ ადამიანი კარგავს ნახლობის ეხლა თანამედროვე ეპოქაში მამები აღარ ამბობენ ასე, მაგრამ ძველად ესე ფიქრობდნენ, რომ აი ვინც მრუშობს, ვინც კლავს, ვინც იესო ქრისტეს უარყოფს, ნახლობის მადლი ეკარგება. აი ეს ერთ-ერთი რატო გეუბნება, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ცოდვაა, ხო? მაგრამ ეკლესია რასაც ამაზე დიდი ცოდვა რა არის, ადამიანმა თავი დაიკუდოს. თავის დაკოდვა არის უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე მრუშება. ესე რას გეუბნება ქრისტიანობა? ღმერთისთვის ღირებულია, რომ შენ ბრძოლები გაქვს, არ ემრუშო შენ თავს ებრძოლო, ვიდრე შესაძლებლობა წაართვა შენ თავს აი ამ ცოდვისა. დაკოდვა რას ნიშნავს? საჭურის. ანუ მაგით რამის სხვა განსხვავება ის ხო არა, ანუ პირდაპირ გაგებით და პირდაპირ და იყო ესეთი ხალხი აკეთებდნენ ამას. ხო, მე სხვა ზოგიერთ აი ორიგენე უზარმაზარი ღვთისმეტყველია თავი დაიკოდა. ვინც მრუშია თუ შეინანებს, შეიძლება სასულიერო პირი გახდეს. მაგრამ ვინც დაკოდილია, თავი დაისაჭურეს. ის ვერასოდეს ვერ გახდება. ამით ეკლესია აი ხას უსვამს, რომ ეს უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე დავიწყოთ. აი ესეთი კითხვა მაქვს რა, რაღაც მეგობრებთან ჩავარდა მაგაზე საუბარი და ადამიანი რომელმაც გონებაში იმუშა და ფიზიკურად იმუშა, სიმძიმე ამ ცოდვების, რომლის უფრო ის არის რა, დამღუპველი ეს. კარგი, დავიწყოთ იმით, რომ ორივე მუშობა. ღმერთისთვის განსხვავება არა. მუშობის თქო, აი ორივე ადამიანი რომელიც წავიდა ფიზიკურად იმუშა, მაგრამ გონებაში ოცნებობს იმრუშოს. უბრალოდ ვერ განახორციელა რაღაც გარემოების გამო მრუშია ეს. რომ უფალი უყურებს მრუშია. მაგრამ ვინც
ფიზიკურად აღასრულა მრუშობა, ის უფრო მეტად მრუშია ვიდრე ვინც მარტო გონებაში. ეს განსხვავება მაინც არსებობს. ამიტომ აი მამები ამბობენ ისეთ რაღაცას. სად ესეთი რაღაცა, საფეხურებია. აი პირველი საფეხური რომელიც ცოდვა ეს არის ადამიანმა იცის რომ არ უნდა რომ წავიდა კაცი და გაიარა ძალიან ლამაზმა ქალი. და გაუელვა თავში აზრმა. ეს არ არის შეგცოდვა. სანამ არ შეუამხანაგდება. შეამხანაგება რასია? გააჩერებს თავში და იწყებს მასთან საუბარს. მაშა რა კაი ქალია და რაღაცა იწყებს ოცნებას მრუშებას. ეს არის მეორე ეს უკვე ცოდვა. მაგრამ მესამე საფეხური უფრო მძიმეა, როდესაც გადაწყვიტა უკვე. აი თუ ჩამივარდება ხელში მომენტი ვიბრუშე. ეს არის მეოთხე აი ეს უკვე აი ცოდვათ ითვლება. ყველა მძიმე საფეხური ეს არის, რასაც ხშირად აკეთებს. ეს უკვე ვნებაა. ესე რას ამბობს მე უნდა დაიწყო ბრძოლა მისთან, რატომა უფრო მძიმე აღსრულებული ცოდვა? იმიტომ რომ მისგან თავის დაღწევა გაცილებით უფრო ძნელია. აი წარმოგიდგენთ ადამიანი რომელიც თავში ოცნებობს მარტო, მაგრამ ფიზიკურად არ აქაკეთებს. იმისთვის უფრო ადვილია ამას თავი დაანებოს ვიდრე იმან, ვისაც რეალურად ხორცლად აღასრულა. ამიტომ უფრო მძიმე. მაგრამ ვისაც მიეცა საშუალება და ანუ უარი თქვა მაგაზე, ის ხო იმას ხო უფრო ნაკლებად ერაცხება ის. ვინც შეინანებს, იმას ხაროთ ესპობა. შენანებამდე არ ვამბობ. მიეცა საშუალება ემუშა, ფიქრობდა მიეცა საშუალება. იცით რა? გასაგები თუ კარგად გავიგე. აი წარმოიდგინეთ, კაცი მრუშობს. გადაეყრება შემთხვევა ყოველ კვირაში მოდის ხა რაღაცას ვლაპარაკობ. აი შესაძლებელია აი ერთი იმრუშა ერთი კვირა მე დაწყენებულია მეორე კვირას იმრუშა და მე კიდე მესა ხო? რა წარმოიდგინე რომელიც ამუშავ გამუდმებით ამაზე ფიქრობს. რა თქმა უნდა ეს უფრო ცუდია. და თავში რაცა გაქესა. ამ ხრივი გააჩნია როგორი ინტენსივობით, მაგრამ ესე ეკლესია აი ვინც ფიზიკურად რუშობს უფრო მძიმეა ეს. ჩვენ მე გვექნება საუბარი ამასთან დაკავშირებით თქვენი კითხვა არა კონტექსტუალურია, თქვენი კითხვა არის ლოგიკური, მაგრამ კონტექსტუალური არ არის. ეგრე არ ხდება როგორც თქვენ თეორიაში შემართ ისე ეგეთი რაღაცა არ ხდეს გამორიცხული რაღაცა რასათხანებოდ. ადამიანი ცუდ ახალ მუშობაზე არის ხალხსმა, მუშობაზე არის ხალხი, იგივე შეიძლება ვისაუბროთ ქურდობაზე, შეიძლება ვისაუბროთ ბილწიტყობაზე, ზუსტად იგივე პროცესები მიდის ყველგან, არის რაღაცა რომელიც სხვა კატეგორიის ცოდად არის წარმოქმნილი და კატეგორიებიც არ არის აღმოსავლური მოვლენა. ცოდვის ნებადართულობა ხდება არა გონებაში, არამედ გულში. აქედან იწყება. გონება ხდება მე ამის ინსტრუმენტი, გონება მე ამ გულთან. და ჩვენ ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით, რომ გულს აქვს აზროვნების უნარი და გულის, ანუ ცოდვის პირველი ნაბიჯი არის გულის უმეცრება. ენერგეტიკული ენერგია სარალელს. უმეცარი ხდება იმ მადლის, რომელიც მადლითაც გონება უნდა ეკუთვნოს. მე უმეცრებიდან, გულის უმეცრებიდან იწყება გულმა ვიწყობა, გულმა ვიწყობიდან გულგაქვეობა, გულგაქვეობიდან გულის ვნებებში ჩაძირვა და მე მიდის ის გონებრივი პროცესები, რასაც ვსაუბრობთ. ანუ ესე არ არის ესე მაგალითად თქვენი კითხვიდან გამომდინარე. არა, გასა. თქვენი კითხვიდან გამომდინარე მაცხოვარი ამბობს ასეთ რაღაცას, ხო, ვინც ქალს შეხედა გულისხმის, მან იმუშაო ხო მასთან, ხო? ეს იყო ოქროპირიზუს, ივანე ოქროპირიზუს ძალიან ძიმე მომისა. ამტკიცებდნენ, რომ ფიზიკური მუშობა და აი ნებით გულში გავლება ერთი და იგივე იყო. და ოქროპირი უბნებოდა ეგრე არ იყო. და გაუკეთა ესეთი რაღაც ძალიან საინტერესო ამბავს ვიყვებით. დაპატიჟა ესენი ცნობილი ხალხი ძალიან დიდი მაღალი საზოგადოება და აი ამ მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლები და მაგარი სუფრა გაუშალა. ძალიან მაგარი სუფრა გაუშალა. და რომ დაიწყო ამ სუფრაზე ტრაპეზობა რომ დაიწყო, უცებ ოქროპირი წამოდგა და თქვა რომ მოდი ახლა ვილოცოთ. და ახლა ეს ძალიან დიდი მამა იყო, ძალიან დიდი პატრიარქი, დედაქალაქის ეპისკოპოსი იყო და ადგა მთელი სუფრა და დაიწყო ოქროპირმა ლოცვა და დიდხანს ლოცულობს და ესენი ახლა კი არ ლოცულობენ, ელოდებენ ოქროპირი დედაჟევა, თვალყური აგერა აქვს სუფრაზეა. აქედან იყურება სუფრა. და ოქროპირი დიდხანს იწვილა, დიდხანს და ბოლოს გაჩერდა და ახლა გემშვიდობები და კარგად ბრძანდებოდა. და მაიცა გასულეს აქ კაცო თქვენ ამაზე გულისხმობს უაკეთკენ გქონდათ პრობლემა ესე იგი შეჯაბეთო ხო გულში რადგან იმასა ესე იგი მიერთვით კიდევაც და კარგად ბრძანდებოდა ტრაპეზი დასრულებულიო ამით ანიშნავს სხვა არის ისე რასაც სამური ამბობ რა სხვა არის ოდესაც შენ საბოლოო ბრძოლაზე ამბობ უარს და სხვა ის ოდესაც შენ
ბრძოლის უნას ინარჩუნებ რა. ეს არ ეხება მარტო მუშობას, ეს ეხება ერთგულებას, ხო, ეს ეხება ქურდობის, ეს ეხება სიტყვაზე თქვა ამბატანზე, ყველა თითქოს ყველა იმას ეხება, რომ ბუდი არის გული, დაბინძურებული გული და აპარატურა ამის მოქმედების არის გონება რა. და მე ჩვენს თავისთავად ამ თემფუდის იქნება. არა, ხო, აი გულის ზრახო, გულიდან გულის ზრახო. გული რაც გულიდან გამოვას ის ასტუნებს შესვლის ადამიანს. გადაწყვეტილებას გულში ვიეტებდება. კი ბატონო, ერთ კითხვას გისურვებთ. თქვენ ისაუბრეთ ახსენეთ ჰომოსექსუალიზმს და რაღაც სექსის თემას, და ესეთი მტკივნეული მისმენდეს ჩვენთან. ეშიც ბრძანეთ, რომ საუკუნეების წინათ მოდის ეს ხო ჰომოსექსუალიზმი. აი ეს ხო დაავადება ბატონო თემურას, აი ადამიანებში ეს ხო ესეთი იბადება ხო ეს ადამიანი, ხო ბიოლოგიურად ისიც ბრძანეთ, რომ მიდრეკილება ხარის, გეგება მაგალითად. ეს ხო აი ესეც ხო რაღაც ადამიანებია, რაკთან აი გეკითხებოდ როგორ მოიხსნენ ეს ხალხი? ეს ხო დაავადება და რაღაც რაც მგონია აი მამაკაცი არა აი მამაკაცი იბადება აი ნატურალს რო ეძახა ნორმალია მიდრეკილება აქვს ქალის დრასელობა ქრისტიანი რომ მიდრეკილება გაქვს კანონიერი ცხოვრების გაშაშარება ებრძოლი ავნებას შეუძლია ადამიანს აბა ღმერთი აღთხოვს იმას რაც შეუძლებელია როდესაც გულსფერად გადაწყვეტს რომ შეებრძოლო დაგეხმარება თავარი აი გიორგოს თავარი გულის გადაწყვეტილება გულსფერი შეებრძოლო ეს ადამიანებს მე მყავს ახლობელი გასაგები სანათლისას მართლა იბრძვის მაგრამ არ გამოსდის ბატონო როგორ უნდა მოიქცეს ნუ და აი ეხა ადამიანს გეთახმებით ამას ამობენ იბადება ადამიანები რომელსაც ერთის სქესისადმი აქ მიდრეკილი ამას არავინ არ როგორც მამაკაცს ეუბნებიან რომ შენ ებრძოლებ ნებას რომელიც ქალისაკენ გაქვს ისე უნდა ებრძოლოს ამას ისეთია ლოთი დაიბადაო დაბადებიდან ახალგაზრდა სწავლობ თემსკრობას ყავდა ყველი დაიბადა სამხედრო თემსკრობა წმინდანები არ უზარმაზარი წმინდანები არიან რომელსაც ჰქონდათ მიდრეკილება ასეთი დაამარცხეს ეს ნება ეს არის საერთოდ აი მამე ნებების წინააღმდეგ ბრძოლა ნებების წინააღმდეგ ბრძოლა მაშინ წარმატების მიღწევა ადამიანს შეუძლია. რატო? ასე დიდი აი გრიგოლ ნოსელიანის დროს. და დააკვირდით ჩვენ ორგანიზმს როგორი. ჩვენი ორგანიზმი აი თქვა დაავა და გაიჭრა ხელი არა თუ ძალიან ძივი ავადმყოფო არ არის სასიკვდილო ხო? ორგანიზმში არის მიდრეკილება რომ განიკურნო, შინაგანი ძალაა რომ განიკურნო. ესია ჩვენ გაჩენილი ვართ აი ეს სათნოთ ვიცხოვროთ ის. ეს ცოდვა რომ მოიტანეს დაავადება მიდრეკილი რო გაქვს ნებისაკენ ორგანიზმი ვერ გზნოს სული კარგად თავს და უნდა კარგად იცხოვროს. როგორ შენ უნდა მოიდო და ღმერთი გეხმარება. საბოლოოდ ამას ვერ დაამარცხებ, მაგრამ როდი უნდა აი როგორი მაგალითი მოყავს წინამამის. ჩვენ ხო ვიცით რომ მოკვდავები ვართ. ადრე თუ გვიან ყველაზე მეცნიერული ფაქტია ადრე თუ გვიან მოკვდებით არავის ეჭვი არ ეპარება რომ მოკვდებით. მაგრამ მიუხედავად ამისა კონკრეტულ შემთხვევაში როდესაც სიკვდილი გვემუქრება ყველაფერს გავაკეთებთ რომ სიცოცხლე გავაგრძელოთ. რატო? ჩვენში ჩადებულია მიდრეკილება სიცოცხლის შენარჩუნება. აი მამები ამბობენ როგორც კი დაიწყებ სრუნვას წმინდა თიცხოვრო აი დაინახავ რომ ისევე ძლიერია შენში აი სიკვდილისაკენ სწრაფა როგორც სიკვდილზე გადარჩენა. აი ვიცი ჩვენ ყოველთვის ცოდვილი წმინდას და ჩვეულებრივ ადამიანს შორის განსხვავება ორივე ცოდვილი გარშემოვლია ცოდვა მაგრამ წმინდანი მთელი ისევე ცდილობს ცოდვა ჩვენთვის როგორც ჩვენ ვცდილობთ რომ არ მოგვდეთ. იგივე როგორც კი დაიწყებ გულსხმელად სინანულს დაინახავ შენში არსებობს ძალა ისე შეგიყვარდება სიწმინდე როგორც აი სიცოცხლის შენარჩუნება. აი თქვენ არაზრუს გინახავთ ესეთი რაღაცა არაზრუს გიფიქრიათ ამაზე აი რატო გეუბნება ღმერთი რომ მოუკლებელად უნდა ილოცო აი რატო უნდა ვილოცო მოუკლებელად ხო აი ჩემი ლოცვით არ ვცვლი მე ღმერთის პროგრამას ვერ ვცვლი გადაწყვეტილებას ვერ ვცვლი
სიტუაცია ლოცვით რო შევწოვო ხელი უნდა გამოსვო. ლოცვა რას აკეთებს საერთოდ? ხო, ერთხელ თქო და არ არის საკმარისი. ახლა 1000-ჯერ ვთხოვ რა გადავაფიქრებინე? ლოცვის ასი რა, ლოცვის ასი სენსო იქ არ იცლება, ჩემში იწყება ცვლილებათა მთელი ციკლი, ჩემში შემოდის მატლი. ეთემური რაცხვა, მე იწყება სწორედ ეს, ჩემში არსებული მატლი მე უკვე მატლებს ზალებს იმას გავერცე და სიწმინდისკენ წავედი. იმიტომ რომ მე ბუნებითაც სიწმინდისკენ ვარ მიდრეკილი. ის არის ავადმყოფობა. ამ ნათლეს აი გულის უმეცრება რო იწყება და გულს ავიწყდება რა არის კარგი. აი სწორედ ამ დროს გონება ამ გულიდან გამომდინარე თემურასაც გეუბნებოდეთ მაქსიმალ სარბლის დროს ფანტაზიებზე ილუზიებში აი ერთი კაი მაგალითად ბუდიში აი წარმოგიდგენთ საღამოს არის кейფი დიდი თქვენთა სახლში უამრავი ხალხი დაყრდნეს დიდი кейფი იყო ეს და მე აი დაღამდა უცბად შუქი ჩაქრა და მაინც არეულები წავიდა სტუმრები და არეულია ყველაფერი ხო და შუქი არ არის კარგი და ვთქვით რომ სახლი მიალაგოთ რაღაც აი მიალაგეთ ოთახს რასაც ხედავთ გათენდა მე დილით შემოვიდა მზისხი და დაინახეთ რაღაც საღამოს ვერ ხედავით აი ზოგან რაღაცები აგდია ზოგან ბუდიში მარწყევია ზოგან როდესაც ვერ შეამშნეთ მაშინ და მტვერი და დანაგვიანებულია ძალიან ზისხივი რო შემოვიდა და იწყებთ ხელახლა ლაგებას აი წმინდა მამამე ზუსტად იგივე ხდება ეხლა სანამ გადაწყვეტ რომ ადამიანმა წმინდად დაიწყოს ცხოვრება ამ ბუდიში ამ ნეხში ვზივარ და ვერ ამჩნევ როგორც კი გულწრფელად დაიწყებ გამოსწორების სულის შემოდის ეს მადლი და დაგანახებს როგორი ცოდული ხარ და ისე გინდა გაექცე ამ მდგომარეობას როგორც დიასახლისმა ნახა ოთახში აი кейფის შემდეგ არის აი ოდიში ნაღებინები და რაღაცები ხო უცებ გაწმინდავს იმას მოიშოროს აი ესეა ადამიანი როგორც ის სიწმინდის გზას დაადგება იმ წუთში უნდა რომ ყველა ცოდვისაგან გამოსცემ ეგეც კონტროლის საკითხია. ბატონო? ეგეც კონტროლის საკითხია, მაინც იმიტომ რომ ხარ, რა ვიცი ეს. როცა საკითხია? რევოლუციის განხილვა ძალიან დიდი მუშაობა. რამდენ ხანს უმუშაო? ავაზაკმა ჯვარზე რამდენ ხანს უმუშაო? მარტო დროის საკითხიც არ არის, ხო? თქოს. აი ამ შემთხვევაში რაკი ამ თემაზე დააწყებდა ძალიან ღრმად ესე იგი ვთქვათ დიდ ბრძოლაზე ხო ადამიანი არის საკმაოდ დიდ ასე ვთქვათ ძალას ჩაჭიდებული და უნდა თუ ნაკლებობის სისუსტეც იქნება ლაპარაკი ხო ამ შემთხვევაში რამდენად ძლიერია ვთქვათ იმ ადამიანების მისი გარშემო ვინც არიან თუნდაც აი მოახსნეთ ლოცვის ძალა რამდენად დაეხმარება ვთქვათ ადამიანს იგივე სულიერ დაავადება სხვადასხვა იგი დონით აი ამაზე თუ შეიძლება რომ აი ამ ადამიანის გარემოცვაზე თუნდაც აი ახლობლის ლოცვაზე თუნდაც ახლობლის სულიერ ცხოვრებაზე თუნდაც აი ეს კავშირები უნდა ბატონო აი ლოცვა რა არის აი ადამიანი ავათა როცა ადამიანი ავათა რას აკეთებს პირველად მირბის ექიმთან რომ მიმკურნალე ხო მიმართოს თუ აი წარმოგედ უზარმაზარი ექიმია სადღაც ხო ძალიან დიდი და შეუძლია იმ დაავადების განკურნება რომელიც შენ გაქვს ხო თუ არ მიხვედი ამ ექიმთან და არ უთხრაებო ავათაო როგორ განკურნავს აი როდესაც შენ არ აღიარე რომ ავათახარ და ჭირს და ღმერთი უყურებს ყველას მაგრამ ღმერთი არ ძალადობს არ არის რატომაა ეს იმიტომ რომ თუ შენ არ გინდა სიკეთეს არ ესწრაფი ღმერთმა რომ მოქცეს სიკეთე გაგაბრაზებს ესა და გაგაბოროტებს ეს ცნობილი ფაქტია თუ შენ არ ეცებს სიკეთეს სიკეთის შეთავაზება არ შეიძლება აი როცა იესო ქრისტემ აღადგინა ლაზარე ხო ნახელა სიკეთია მოკეთი განკურნა დაბადებით ბრმა და ეძებდა მოსაკრავად იესო ქრისტეს ეს საერთოდ ცნობილი ფსიქოლოგიური ფენომენია თუ შენ არ გინდა სიკეთე და ვიღაცა თავზე გახვევს სიკეთეს ეს გააბოროტებს უხ ამიტომაა რომ იესო ამიტომ ღმერთი არავის ძალით სიკეთეს არ აძლევს და გელაპარაკება რომ შენ იმისათვის რომ განიკურნო მოგცე მადლი უნდა ხედავდე შენ სოდვილობას და უნდა ხედავდე რომ შენი განკურნება არ შეიძლება ექიმი წახვალ ექიმი თუ შენ ფიქრობ რომ მე მოვირჩენ ჩემთან რაღაც წამლებს დავლევ და ბალახებსკა გავაკეთებ წამას ვაში ხო წახვალ ექიმთან
უნდა იცოდე რომ შენით ვერ განიკურნები და მიმართო ღმერთს. აი ლოცვაც ეს. რაც უფრო მეტად ლოცულობ, მეტად ხედავ და მეტად წუნდები რომ შენ არ შეგიძლია გააკეთო. აი ამიტომაა ეს ლოცვა. აი გიორგი მას თქვა, ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი. და რაც ის აი ჩვენი ლოცვა გარეგან გარემოებებს კი არ ცვლის, სვლის ჩვენ. რაც უფრო მეტად გჭირდება შეწევნა და დახმარება, მით უფრო აი პირდაპირ ლაპარაკობ, ნახეთ, გასწავლეთ ყველაზე კაი ცოდვა ლოცვა რა არის. იესო ქრისტე ლაპარაკობს. თქვენო შვილები, აი თქვენო ბოროტები ხართ, ხო? ყველა ცოდავს. შენი შვილი გელაპარაკება მომეცი თევზიო. თევზის მაგივრად მიცემო გვერდსო, შვილს არ მისცემ. ამ შვილი გელაპარაკება მომეცი პური, რომელი მამა მისცემს პურის მაგივრად ქვას. თუ შენ მე მომთხოვ სულიწმინდას, არ მოგცემა მაშინო. აი, უნდა თხოვოთ ღმერთს, უნდა თხოვო ღმერთს, მომეცი სულიწმინდა. და მოგცემ სული. ოღონდ რა პირობით? არ უნდა იფიქრო რომ მე იმსახურებ ამ სულიწმინდას. თუ კი ასე იფიქრებს, აღარ მოგცემ. არ იმსახურებ. თავარი დღევანდელი იმაში, რა ქვია, ამ თემაში რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე თემის დასაწყისშივეც მოგმართეთ. თავისუფლების მართებული გააზრება, ჩვენ საუბრობთ და გითხარით კიდევ უფრო თავისუფლებაზე, ბატონ თემოს ექნება ეს ლექცია, შესაძლოა ჩემთვის არის ყოველთვის საყურადღებო. თავისუფლება არ დაიყვანება რაღაციდან რაღაცა არჩევა რომ თავისუფლად შემიძლია. რაღაცა მეტია, ვიდრე მოცემულობიდან რაღაცა ავერჩიო არის რაღაცა ის თვითფასი, რაც ჩემს ადამიანობას განაპირობებს და რაც მე მინარჩუნებს ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობას მომავალთან, ანუ მარადიულობასთან ურთიერთობისას. და ნამდვილი გაგება თავისუფლებისა, სწორედ აქამდე დადის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ დავაკვირდებით თანამედროვე სამყაროს ნაბიჯ კი არა, უკვე ნახტომ მცილდება აი ამ გაგებას, თავისუფლების ამ გაგებას და მას აი როგორც თემურის კონტელექციაში შესანიშნავად წარმოდგენილი თავისი ილუზორული თავისუფლების გაგება შემოაქვს და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია აი თემურის ლექციაში ყურადღებას ასვაქცევით თვითონ კიდევ მეგობრებო აქ საუბარით შესანიშნავად იყო ეს ნათქვამი. ეს ეხება როგორც პიროვნებას, ასევე საზოგადოებას, ასევე ხალხს. და რატომ ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ აუცილებლად რა. რომ ეს არის რაღაცა უნივერსალური, რომელიც მოქმედებს ყველა სივრცეში. იმიტომ რომ როდესაც საზოგადოებისათვის თავისუფლების ნიშანი გამროდებულია, ის უკვე მიდის იმ გზაზე, რომელსაც ვერასდროს ვერ ახდენს იმისნებს, რასაც გეკმავს თქვა ამ გამოდებული გზის დასაწყისში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ, თუმცა დღეს, როდესაც ასეთ სხვადასხვაობის მიუხედავად თანხმდებით, სოყალა ვიტყოდით თავისუფლები, შეიძლება დავინახოთ, რომ ამ იდეაში სხვადასხვა რაღაცა ვდებთ. საგონია თავისუფლება და საგონია თავისუფლება. ალბათ პრობლემა დადის აქამდე ჩვენ ვერ შევთანხმდით რა არის ნამდვილი თავისუფლება. ამაზე თუ შევთანხმდებით, ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ერთიანობის რაც არის მეტწილად გადალახული იქნება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურას ამ საუბარს. 10 წუთი გავისუნოთ დღეს მე შეგვიძლია